გადაცემას დავიწყებდეთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენი ინტერაქტივის კითხვა, რომელიც ვფიქრობ ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია, ჩვენთვის ძალიან აქტუალური და კითხვა არის შემდეგნაირი. შეუერთდება თუ არა ჩრდილოეთ ოსეთს, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, ბუნებრივი არის სამი სავარაუდო პასუხი. დიახ, არა და მიჭირს პასუხის გაცემა, გადაცემის მსვლელობისას ძალიან გთხოვთ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ინტერაქტივში და გამოხატეთ თქვენი აზრი. ხოლო ახლა კი მე წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს. ჩვენი სტუმარი გახლავთ ექსპერტი კავკასიის საკითხებში ბატონი მამუკა არეშიძე და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბატონი კოტე ფორჩხიძე. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მოხვედრით ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად და პრინციპში ინტერაქტივის შეკითხვიდან უკვე ჩანს თუ რა თემას მიეძღვნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ეს არის საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, ამჯერად აქცენტით იუჟნაია ოსეტიაზე. მე ასე ვიხსენიებ ხოლმე, დიდი ბოდიში რომ რუსულად ვიხსენიებ, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული წარმონაქმნია და მხოლოდ აღიარებული, როგორც იცით, რუსეთის ფედერაციისა და მისი ერთი-ორი მოკავშირის მიერ და ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდა ბოლო დროს რუსეთის ფედერაცია, რაც მოცალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ამ ორი რეგიონის და მათ შორის ცხინვალის რეგიონის აღიარება უკავშირდებოდა სწორედ იმათს, რომ გამოეყენებინა ის ბერკეტად რუსეთის ფედერაციას საჭირო მომენტში. თუმცა ვიდრე ჩვენ ამ თემაზე, ჩვენ ძირითად გადაცემის ამ თემაზე დავიწყებთ საუბარს, მე მინდა გავიხსენო, რომ დღეს არის 2 ივლისი, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს ახსოვთ, რომ ეს არის ტამიშის დესანტის მოგერიების დღე. ეს მოხდა 1993 წლის 2 ივლისს, ანუ გამოდის 33 წლის წინათ, 26+7 კი ბატონო 33 წლის წინათ და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით იქნა მოგერიებული ეს დესანტი, მაინც ჩვენ 1993 წლის 27 ივლისს ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებას, რომელმაც ფაქტობრივად გადაწყვიტა შემდეგ აფხაზეთში ომის ბედი და ბატონო, თუ შეიძლება დავიწყოთ ამ თემის, მაინც ბედი რომ გავიდა უკვე და ანალიზი ყოველ შემთხვევაში შთაბეჭდილება უფრო მკაფიო და ნათელი არის იმოვლენების, თუმცა ქართულ სახელმწიფოს არ გაუანალიზებია არც ერთი ომი, რომლებშიც ჩვენ დაუმარცხდით დამოუკიდებლობის პერიოდში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე შეცდომა არ გავიმეოროთ. ამიტომ თუ შეიძლება გავიხსენოთ ის დღე, პატევი მივაგოთ მონაწილეებს, ნაცელში იყვნენ დაღუპულების სულები. ბატონო, თქვენგან დავიწყებთ თუ შეიძლება. კი, ერთდები ჩემო ნინო, მე მივესალმებ მაყურებელს. იმ მოვლენის პერიოდში მე გავხდით აფხაზეთში, თუმცა ამისთან არ ვიყავი სოფელ შრომასთან. იქ საკმაოდ დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა და იქ ძალიან კარგი ბიჭები დავკარგეთ. განსაკუთრებით მინდა გითხრათ, ეს ეხება კოჯრის ბატალიონს, რომელშიც სხვადასხვა აი ამ ხარის, თეთრი წყაროს რაიონის სხვადასხვა სოფლიდან იყვნენ ბიჭები, მანგლისიდან და ზოგიერთი სხვა სოფლიდან. გმირულად და ვაჟკაცურად იბრძოლეს და ძალიან ცუდია, რომ მათი ესეთი დამსახურება სამწუხაროდ ბევრმა არ იცის. ხო, ეს რაც შეეხება თვითონ ტამის ოპერაციას, მაგრამ თუ უკაცრავად განსაკუთრებით იმ თაობამ, რომელიც ხა შინ ევროპაში მიდის. ხო, ნუ სადაც მიდის, რა ვიცი რა გითხრათ. მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ რასაკვირველია შეცდომები იყო დაშვებული ძალიან სერიოზული ტამიშამდე, საერთოდ ამ კონფლიქტის დაწყებამდე, ასე დაშვებული იყო შეცდომები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში რასაკვირველი პროვოცირებას ახდენდა ჩვენი მოწინააღმდეგე რუსული სპეცსამსახურები, მეორე მხრივ რასაკვირველია სეპარატისტული მოძრაობის ხელმძღვანელობა, მაგრამ ნუ დაგვაუწყდება ჩვენი საკუთარი დანაშაული შეცდომები, თვალსაზრისით, რომ ვერ ვახერხებდით ერთმანეთს შორის მოლაპარაკებას, ვერ ვახერხებდით საერთო ენის გამონახვას, მოქმედების პრინციპით მე ვარ და ჩემი ნაბადი და ბევრი ადამიანი ისეთი, რომელიც დღეს ისე ამაყობს იმით, რომ მონაწილეობდა აი ამ მთელ პროცესში, მე ომს არ გულისხმობ საერთოდ აფხაზეთთან დაკავშირებულ პროცესში და ამ დროს ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ცნობილია მათი გადაცდომების და არასწორი ნაბიჯების შედეგები, თუნდაც აი უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას გულისხმობ, რომელიც მაშინ იმყოფებოდა აფხაზეთში, ზოგიერთი მათგანის
პრაქტიკულად მომაკვდინებელმა ნაბიჯმა ბევრი რამ განაპირობა უარყოფითი ამ ურთიერთობაში, რასაც ქვია ქართულ-აფხაზური ურთიერთობა და ამ სეპარატისტული მოძრაობის სისქუზე დაასხა წყალი. არა მარტო მათ, არამედ ბევრი ქართველი თბილისელი პოლიტიკოსის. მოკლედ, აი ვუყურებდი ამას ყველაფერს და მე ცივი გონებით ვაანალიზებდი, ეს ქართულმა თვისებამ მე ვარ და ჩემი ნაბადი კატასტროფული როლი ითამაშა იმ ომის შედეგებში. მე ვერ დავუკარგავ იქ მებრძოლ ბიჭებს მით დამსახურებას, მე ვთვლი რომ ეს იყო საოცარი მოვლენა, როდესაც ცუდად ორგანიზებულმა ნახევრად ფორმალურმა ჯარმა თუ მოხალისეების გუნდმა თუ რაც ერქვა ამას სხვადასხვა კატეგორიის იყო ჯარიც იყო შინაგანი ჯარიც იყო პოლიციის შენაერთებიც იყო მოხალისეებიც იყო ყველანაირი კონტინგენტი იყო ამ კონტინგენტმა ძალიან სერიოზული ძალასთან შეძლო წინააღმდეგობის შეძლოს გამკლავება და ძიმე დარტყმებიც მიაყენა დღეს აფხაზები რო ლაპარაკობენ არიქა ჩვენ გავწყდით ამ ომში ეს არის იცრო იმიტომ რომ აფხაზებიც ალბათ მართალია დიდი ციფრია მაგრამ მაინც 100,000 კაცამდეა დაღუპული ბევრად მეტია დაღუპული მათი მოკავშირეები რუსები ჩრდილოეთ კავკასიელები და სხვები მაგრამ ეს არ ცვლის იმ სურათს რაც ტრაგიკული დარტყმა მიადგა ქართულ მხარეს როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების სიყვარული იყო უზარმაზარი ისე სამხედრო კონტინგენტში უზარმაზარი დიდი იყო მსხვერპლი ხა ძალიან დიდი არ ყოფილა მე გულისხმობ შეფარდებითია ყველაფერი მაგრამ მოსახლეობაში ძალიან დიდი იყო მსხვერპლი საბოლოო ჯამში მე ისმინდა გითხრათ რომ ეს არის ტრაგედია საქართველოს ისტორიაში მიუხედავად ჰეროიკისა მიუხედავად გმირული საქცევისა და ამას მინდა დავამატო ის რომ აი შენ აბსოლუტურად სწორად თქვი ის რომ ანალიზი ამისა ყველაფრისა კვალიფიცირებულად არ მომხდარა არ არის შექმნილი შესაბამისი ნამუშევრები რა ნაბიჯები იყო არასწორი და რა ნაბიჯებისგან უნდა შევიკავოთ თავი და რატომ არ უნდა დავადგათ ერთ და იგივე ფოცხს ფეხი ამ ფოცხს მუდმივად ვადგამთ ფეხს სამწუხაროდ და ხშირ შემთხვევაში ჩვენი შეცდომებიც და პოლიტიკური უკუსლად განპირობებულია ზუსტად იმიტომ რომ ამის ანალიზს არ ვაკეთებ და არ პუნქტებად არ გვჩამოწერილი აი ესე არ უნდა მოვიქცეთ ესე არ უნდა და ასე შემდეგ აი ეს არის მაგრამ მე მაინც მინდა რომ აღვნიშნო ეს ჰეროიკის ნაწილი ეს უზარმაზარი ვაჟკაცობა რომელიც იმ ბიჭებმა და მათმა მეთაურებმა იმ დღეს ჩაიდინეს ეს არის ამის ოპერაციის დღეს აი მე თვითონ მე შრომის მონაკვეთის ამბავი აღვნიშნე და მინდა ვთქვა რომ რასაკვირველი ეს ჩემს ცნობიერებაში და ყველა იმ ომში მონაწილის ცნობიერებაში დარჩება ასე სიცოცხლის ბოლომდე და ეხლა მაგალითად აი რა გითხრათ ნუ არ მინდა ეხლა ამაზე გავაგზავნო საინტერესო დეტალი მოხდა შრომაში იქნებ გითხრათ საინტერესო დეტალი არაფერი ნუ აი გმირული ქმედება აი ამ ბიჭებისა აი ამ მანგლისის კოჯრის ბატალიონის ბიჭებს 13-ნი იყვნენ ხა ბატალიონს რო ამბობ 13-ნი იყვნენ და ამ 13 კაციდან რამოდენიმე გამოვიდა ცოცხალი იქიდან ბევრი არა მაგრამ ну მეც აი რასაც ქვია დაჭრა მეც შემეხო ეს ამბავი მეც დავიჭერი ამ იმაში კონტუზიას მივიღე მაგრამ მე არასოდეს არ დამავიწყდება ერთმა სამხედრო ნაწილმა შუაბრძოლაში სულ დაწყების დაწყებამდე მიგვატოვა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანმა არ მინდა დავასახელო რომ ეს ძალიან ხშირი შემთხვევა იყო მიგვატოვა და დავრჩით ეს 15 კაცი ამ 3 კილომეტრიან ფრონტზე და ამ ბიჭების გმირობამ გადაარჩინა სიტუაცია თორე ხა ჩვენს გადარჩენაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ თავარი რა არის რომ იმ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელი არ დამავიწყება დღემდე ხა გარდაცვლილია და აღარ მინდა ვახსენო როგორ დაბრუნდა უკან მარტო რომ დაინახა რომ ჩვენ ჟურნალისტები მივედით იქ აი მაშინ დაბრუნდა და ჩამოჭენგვარდი ჩამოჭდა და ჩვენთან ერთად იხებდა იმ ბრძოლაში მონაწილეობას პოლკოვნიკი კაცი და იმიტომ რომ ეს მაინც კამერის წინ უხერხული იყო რომ არ ყოფილიყო უნდა ყოფილიყო წესით მაგრამ ეს იყო კლასიკა აი ამ ბრძოლებისა რომ ერთინი იბრძოდნენ მეორე რაღაც თავის ინტერესები ჰქონდათ მესამენი რა თავსდებდნენ და ნუ აი ეს არის ეს იყო ამ ომის ტრაგედია და ომის ტრაგედიაც ეს იყო და ჰეროიკაც ეს იყო მართალი რო გითხრათ არ მინდა ხა დეტალებზე საუბარი უბრალოდ მინდა რომ კიდევ ერთხელ გავეხსენო ეს ბიჭები ტამისთან მებრძოლი ბიჭები შრომასთან სხვა ადგილებში და თორემ მე ბევრი რამ მინახია ბევრის ჰეროიკა მინახია ბევრის ვაჟკაცური სიკვდილი მინახია დღეს ამბობენ
და სწორედ ხას უსვამენ ანწუხელიძის გმირობის ამბავს და ასეც არის რასაკვირველია, მაგრამ იქ მე ჩემი თვალით მაგ ანალოგიური საქციელი ნანახი არაერთი და მათ შორის ერთ-ერთი გვარი შემიძლია დავასახელო ლაგოდეხელი კაცი იყო ერთი ლომიძე, რომელიც ანალოგიური გმირობა ჩაიდინა, თან სამწუხაროდ ძალიან შორს დისტანციაზე იყო, მაგრამ ჩვენ დურბინში უყურებდით ამას ყველაფერს. და მინდა აი ხაზი გაუსვა მის გმირობას და ბევრი იყო ასეთი, ძალიან ბევრი იყო და აი ამ გამყიდველობის ისიც მინახე აი ეშელონები დატვირთულის იმ სურსათი და იმ ენერგიით საწვავი და ასე შემდეგ, რომელიც აფხაზეთის უნდა დასრულიყო, როგორ გადაუხვედა ხოლმე ბათუმის სამბრედით ნაცვლად კონსერვის ქილებს რო გზამდენ მარინაშვილს გაგრისულ კიოსკის ნარკოტიკების თემა ყველაფერი ეს ჩემი თვალით ამაგ ნახე და უბრალოდ მე ადამიანის ცნობიერება ხო როგორია ის ბნელი ხარე და უბედურება ყველაფერი გახსოვს, მაგრამ როცა გახსენებაზე მიდგება საქმე ამბიჭების გმირობა გინდა გაიხსენო და ახლა ამას ვაკეთებ ზუსტად. დიახ, რა თქმა უნდა. ბატონო, როგორც ვიცი თქვენც იყავით იქ. კი, მე ვარ მონაწილე და ზუსტად იმ პერიოდში მომიწია. იმ პერიოდში კი არა 13 თვე და 13 დღე აფხაზეთში მომიწია გატარება სრულად მინდა გითხრათ. სრულად იმ სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, რაც მე გისრა მაშინ და ჯერ მე-11 ბრიგადის შემადგენლობაში გახდით, შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ოპერატიული მუშაკი, მე პირველი საარმიო კორპუსის განსაკუთრებული გაყოფილების უფროსი. მეტად ის ბატალიები და დეტალები, რაზეც ახლა ბატონმა გასაუბრობდა, ხო, დეტალები დოკუმენტალურად შედგენილი დეტალები, რომელიც შემდეგ მოხდა პროკურატურაში და ალე შუშანაშვილი რო იძლევა. ალე შუშანაშვილის დროს ძალიან ბევრი მასალა იყო, მათ შორის ორივე მხრიდან წარმოებული ამ საბრძოლო მოქმედებების აღწერი, ყოველდღიური რუტინა და ასე შემდეგ დაწყებული თუ რა რაოდენობის ხალხი ომობდა აფხაზეთში და რამდენი. მე პირდაპირ ვიტყვი და არაერთხელ ვითქვამს, რომ ფრონტის ხაზზე უშუალოდ აი ჩამჩირის ფრონტის ხაზზე აი ამ პერიოდში ეგრეთ წოდებული ბჩს ეძახიან, боевой численный состав რუსულად ვიტყვი, ეს საბრძოლო რიგითი შემადგენლობა დაახლოებით 1450 მე ხლა ზუსტად მახსოვს ეს ციფრი 1451 კაცი იყო და ეს 1451 კაცი ეს მუდმივად ვინც ფრონტის წინახაზე. დანარჩენი არ ვთვლი ამ შემთხვევაში მე მხედრიონს და არ ვთვლი იმ სამხედროებულ დანაყოფებს და მოხალისეებს, რომლებიც იყო და ადგილობრივ, ასე ვთქვათ, მოსახლეობას ეგრეთ წოდებულ ლამაზად ჯერს ესეც რუსულად აპალჩენცებს, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ. აი ეს 24 და 23 ბრიგადები შედის მან თუ არა? კი, შედის. ორივე შედის. 23-ს, 24-ს. მთელი ოლჩამჩირის, სოხუმი ოლჩამჩირის სოლს. და სხვათა შორის არაერთი მცდელობა იყო ტამიშზე დესანტის გადმოსხმის და მოახერხეს როგორც იქნა, იმიტომ რომ იმ პერიოდში რეორგანიზაციას განიცდიდა და შეიარაღებული ძალების გარკვეული ჯგუფი ეს ერთიანდებოდნენ. მაშინ ჩამოყალიბდა ზუსტად პირველი საარმიო კორპუსი, რომლის მეთაურიც ბატონი აკია ბარბაქაძე გახდათ მაშინ, შტაბის უფროსი მაშინ დანიშნული, ახალი დანიშნული იყო გენერალი გიათორაძე და ბატონ გიასთან ერთად გახდით მეც მაშინ მე-11 ბრიგადის შემადგენლობაში და პირველი საარმიო კორპუსის შემადგენლობაში. და ზუსტად ვიცით როგორ იყო ეს. ესე იგი ეს პერიოდი მოიცავს დაახლოებით 1-დან 10 ივლისამდე პერიოდს. ესე 1-დან დაიწყო ეს ღამე ყველაფერი. შემოტევით დესანტის გადმოსხმით. იქ ყველაფერი იყო ერთობლივად კავშირის არ ქონა, თავუცაბედი თავდასხმა, გომბორის ბიჭებს, გომბორის ბატალიონის ბიჭებს კისერი გამოჭრეს პატარა 16-17 ეს იყო პოლიციის აკადემიის კურსანტები, ძალიან ახალგაზრდები გამოუცდელი. გომბორის ბატალიონზე მაქვს საუბარი. კურსანტების გომბორის ბატალიონს ძალიან მძიმე ბრძოლები იყო. პირველად დარტყმა ვისაც მოუწია, ეს იყო ავაზას ბატალიონი, იმიტომ რომ ავაზას ბატალიონს ეჭირა ზუსტად აი ეს სული იმ შემთხვევაში
და ფაქტიურად მათ მიიღეს პირველი დარტყმა და სხვათა შორის ავაზას ბიჭებიც და მათ შორის ბევრი გმირულად დაიღუპა და ბევრი არიან და დღეს ყოველ დღევანდელ დღეს სწორედ ის აღნიშნავენ ხოლმე საბურთალო სასაფლაოზე არის ჩამოსვენებული და 9 მიცვალებული არის დაკრძალული და აი ამ დღეს ყოველთვის იკრიბებიან ისინი და მე მინდა მათ, იმიტომ რომ ისინი შემოდიოდნენ მე-11 ბრიგადის შემადგენლობაში მაშინ და მათ პიროვნულად ყველას სათითაოდ ვიცნობ. მათ შორის გარდაცვლილებსაც ვიცნობდი და დიდება მათ სულებს გმირულად შეწირეს თავიანთ სამშობლოს და თავიანთ ქვეყანას. იყო ძალიან მძიმე პერიოდი 23 საათის განმავლობაში იყვნენ ალყაში და ალყიდან თავიანთი დაჭრილებიც არ დაუტოვიათ ისე გამოიყვანეს იმ ალყიდან ბევრი არიან მათ შორის დღესაც ცოცხლები არიან ის ბიჭები მაგრამ სამწუხაროდ რა არის იცით ჩვენი სახელმწიფო მოყოლებულია 25 წლის განმავლობაში არასათანადოდ აფასებს მათ თავდადებას და მათ და უფასოდ შესაბამისად ჯარში სამსახურზე ქვეყნის რომ მე აი ამ სოციუმის წარმომადგენელი ვარ კადრის სამხედრო ვარ მართალია უშრების ხაზით მაგრამ ჩემი პირველი ბექგრაუნდი დაიწყო თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან და იქიდან მოვდივარ შემდეგ მოვხდი მე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში და იქ მომიწია გაგრძელება სამხედრო კონდაზვერის ხაზით მუშაობის ამიტომ ბევრი ასეთი ინფორმაცია იქნა დალექილი და დღესაც არის. მართალი თქვა ბატონმა მამუკამ, რომ სათანადო შეფასება და სათანადო ასე ვთქვათ ანალიზი არ მოუხდარა იმ მასალებისა და არ გამოგვიტანია სათანადო დასკვნები მას შემდეგ, იმიტომ რომ მაშინ რომ გამოგვეტანა ჩვენ სათანადო დასკვნები არ იქნებოდა გადადგმული. 2004 წლის აი ეს ცნობილი მოვლენები ცხინვალში წარმოიწყეს და მე შეჩერდა არ იქნებოდა 2008 წლის ეს გადაწყვეტილებები მიღებული, იმიტომ რომ ალბათ ვიღაცა სჭირდებოდა რომ ესე ყოფილიყო და ეს არ გაანალიზებულიყო და თაროზე ყოფილიყო შემოდებული 98 წლის გალი კი რა თქმა უნდა გალის მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის და ჩვენ აქ დავინახეთ ის რომ ეს პერიოდი როდესაც შეერაღებული კონფლიქტი დაიწყო ინსპირირებული და აბსოლუტურად მართალია ამ შემთხვევაში ბატონი მამუკა ეს იყო სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული კონფლიქტი, მინდა ვთქვა, რომელმაც როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან. და მის ნათელი დასტური გახლავთ სულ რაღა კიტოვანისა და შოიგუს ურთიერთობები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს ფოტოების და თუ როგორ იყო თავდაცვის შემდგომში ყოფილი მინისტრი იმისი, რა ქვია, რუსეთის ფედერაციის, როგორ იყო ამაში ჩართული მაშინის ამიერკავკასიის ასე ვთქვათ დაზვერვის სამმართველოს ეგრეთ წოდებული გერევეზეს იმას წარმოადგენდა, რა ქვია, გრუს ქვედანაყოფს, ხო? რუსული მაპატიოს ჩვენმა Главное разведуправление. ხო, დაზვერვის თავარი სამმართველოს წარმოადგენდა. მაგრამ გრუსი იმიტომ ხმარობ რომ უფრო გასაგებია და გასაგებია თუ რა სპეცსამსახურთან კონტაქტ კონტაქტი თავის დროზე. ამიტომ ეს ბევრი შეკითხვა რომელიც დარჩა თავის დროზე ხო და პასუხგაუცემელი ამაზე არავის პასუხი არ უგია. იყო ეს შეფასებული გადადგმული ნაბიჯის სწორი თუ არა აფხაზეთში შესვლისა და ამაზე შეფასებები არ თუმცა გამოძიების მასალები არსებობს უბრალოდ შემოგსწრება არ მაგრამ კიდევ და კიდევ ვიტყვი იმას, რომ აი ეს გმირობა, რომელსაც ეს ახალგაზრდა, მათ შორის ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობა იყო, დაახლოებით თინეიჯერის ასაკის ბავშვები იყვნენ. მე იქ მახსოვს ახ სამწუხაროდ გვარს ვერ ვიხსენებ სახში მავჩოს არქივებში. ერთი ირაკლი ერქვა 15 წლის ბიჭს, რომელიც იმას შეუვარდა, რა ქვია, და ააფეთქა და თავი გაწირა. მეგრელი ბიჭი იყო იქიდან აფხაზეთის წარმომადგენელი და ასეთი გმირობები ძალიან ბევრი იყო. მე ვიცნობ ამ გმირ ადამიანებს, რომლებიც დღეს
ასე ვთქვათ, სამსახურების გარეშე არიან დარჩენილი. ხა მათი ბრალი არ არის ეს გადარჩენილი, ხო? მათ გმირობა ესეთი, მათ ჩაიდინეს და ქართველებს ეს სისხლია. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს მომზადებული ჯარი რო ყოფილიყო და უბრალოდ რეგულარული სამხედრო ნაწილების მაშინ მიდიოდა ჩამოყალიბება. ამიტომ ეს მიდიოდა ენთუზიაზმზე და პატრიოტიზმის ხარჯზე. ამიტომ ძველ თაობას, როდესაც დღეს ახალგაზრდა თაობა ჩვენ გვეუბნება რომ თქვენ აი რუსეთის მონები ხართ. ხო, რუსეთის მონები არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს რუსეთთან მათ შორის მეც და მე ორჯერ ვარ დაჭრილი სხვათა შორის აფხაზეთში და ერთი შრომაზეც ზუსტად აი როდესაც შრომის გახსოვდი ბორეკა კუპავა ტანკით რა ამოვიდა დიდი სამი და გიაუჩავა და აი ეს ბიჭები და სხვათა შორის ისეც იყო რომ წინა ხაზზე მაშინ განსაკუთრებული დავალებათა ოპერატიული ჯგუფი გაუშვეს და უკან სამხედროები და ზეკები მოგვაყოლეს სხვათა შორის ისეთი ზეკიც მოგვაყოლეს, რომელიც შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დროს ძალიან დიდ თანამდებობაზე იყო და მაგ საუბარი ქარჩაიძეზე, სოსო ქარჩაიძეზე. აი ეს დამრბევი რა ქვია 7 ნოემბრის დამთავარი მომწყობი და ასე შემდეგ, ხო? რომ კულელი სხვათა შორის, რომელმაც ზაზათ არგამაძე მე-11 ბრიგადის ზურგის უფროსი 400 კილოგრამი ყველის გულისთვის იარაღზე შუბზე მიბჯენით იმაზე მოკლა, რა ქვია და აეროპორტის ტრასაზე. ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო. ამიტომ არის ეს თავის დროზე რომ გაცემულიყო პასუხი, ხო? თავის დროზე რომ მიიღოთ ყველას დამსახურების და მიხედვით და ყველას იმზე მე ახლა ერთიც მიკვირს და ჩემი მეგობრები არიან დღეს ვეტერანთა დეპარტამენტში საინტერესო თემას ვეხები ახლა და მე მინდა ხელისუფლებამაც ეს გაითვალისწინოს იმიტომ რომ ის სახელმწიფო არ ვარგა ვინც თავის ვეტერანებს პატივს არ მიაგებს და ეს ეხლა ჩვენი ასაკის ხალხისთვის პატივის მიგება არ გახლავთ მხოლოდ ჩინმენდლების ჩამოკიდება იმიტომ რომ ზოგიერთი უკვე უნარშეზღუდულია ზოგიერთ მუშაობის საშუალება არ აქვს ზოგიერთი საპენსიო ასაკისაც არ არის და მათ ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ის არა ყოფნა როგორია ჯერ 23 ლარიანი იყო დახმარება და მე ქართული ოცნების პირობებში ეს დახმარება გაიზარდა 100 ლარამდე მაგრამ 100 ლარი დღეს რა არის კარგად მოგეხსენებოდა მე მინდა უთხრა ყველას რომ 100 ლარად შეფასებული სამხედროს პატრიოტიზმი და ასე თქვა თავდადება საბოლოოდ არც შეიარაღებულ ძალებზე მოქმედებს კარგად და არც ხო გამოიღო ამ შედეგი ხო ხედავთ უკვე დღეს რომ გამოიღო ამ პატივცემულობა შედეგი უყურებთ მათ შორის მე მინდა მადლობა უთხრა ჩემ თანამებრძოლებს უყოლას ბატალიონ ავაზას ბატალიონი თეთრი არწივის ბიჭებს უშუალოდ დღეს ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს კოვა კოვალაძეს, რომელიც მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, მაშინ 24 წლის იყო და გავიხსენებ კუბას ამბავს კიდე, აი გახსოვთ მარტის შემოტევა რო იყო, კობა იყო ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ის არ უსვავს ხოლმე ამას ხაზს თავის დამსახურებას და კობა იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი, მაშინ ვინც თავი დადო მახსოვს მე ახლა დღეს რო ყელყელაობენ და ექსპერტობენ და მეორე მხარეს არიან ნაციონალური მოძრაობის მხარეს და ჭიჭიკები გებრიელად მათი ბექგრაუნდებიც მინდა გითხრათ იმიტომ რომ 13 წელიწადი სამხედრო გონდაძურაში ვიმუშავე და კოტე თუ არ გავაჩერი საზოგადოებას გააგიჟებს მთელი თავისი არქივებით ცნობილი არიან ამიტომ და სასწაული რა არის იცით როდესაც ასეთი კატეგორია ადამიანების ვინც ბრძოლი მართალია ბატონო მამამკამ ზოგიერთი მეთაური იქიდან გაიქცა და რაღაცა დღეს პირველი გარბის ხორიმ ძმათა სასაფლაოზე ეს ჩვეულებრივი ამბავია ვერავის ვერ დაუშლით ამას მაგრამ ელემენტარულად სინდისი ყველაზე კარგი რამაა ცხოვრებაში ეს მინდა მრავლისმთელი ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა ამ გმირული დღისთვის მინდა ბატონ ლოთიკობალიას დამსახურებას თქვა ამ შემთხვევაში იმიტომ რომ არა აი ეს შეკავშირებული ერთობლივი დამიშის დესანტი არ გაიხსნებოდა მე მინდა ბატონ გუჯარყურაშვილის მისამართითაც თქვა ის ხელმძღვანელობდა ამას აი ამ გახსნის ოპერაციას და იმისი რა ქვია დესანტის განადგურების ოპერაციას და ბევრია ამიტომ მაშინ ჩვენ დავინახეთ თუ რა ძალა აქვს ქართველთა გაერთიანებას მიუხედავად იმისა რომ ერთი წარმოადგენდა ხელისუფლებას კანონიერ ხელისუფლებას
სახელმწიფოს და მეორე წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ პუჩისტურ ძალას, ხუნტას, ხო? მაგრამ როცა ქვეყანას და სამშობლოს ეხებოდა, ისინი ერთად დადგნენ და ერთად მიიღეს, ეს იყო დიდი ბრძოლა, დიდი საგმირო ბრძოლა, რომელიც შევა ქართული, ასე ვთქვათ, სამხედრო ისტორიის იმაში, რა ქვია, სახელმწიფოში. და ალბათ ამაზე დაიწერება და ითქმება. ამიტომ დიდი მადლობა ბიჭებს იმისათვის იმგმირი. ეს არ გეგონოთ, რომ ეს დესანტი იყო, ჩვეულებრივი დესანტი. ეს იყო სპეცსამსახურების მომზადებული სპეცნაზი, რომელიც მე კარგი მიღია მონაწილეობა, მაგრამ ბევრი მასალა მაქვს დაწერილი ერთი წლის განმავლობაში. კი ბატონო. კულელების ბრიგადა, რომელმაც ხაი ხო გითხარით, მაგალითი მოგიღებით ამის შესახებ, ბევრმა არ იცის, ხო? ქართველ ბიჭებს, მძინარე ბიჭებს კი ყელები გამოიჭრეს კი როგორ ამის შემხედვარი რა გუნება განწყობაზე უნდა დადგეს ადამიანი დღევანდელ დღეს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. ბატონ კოტე ძალიან ძიმე თემა არის და ძალიან ძიმე საკითხია და ძალიან ცუდია, რომ სწორედ ის სიმამაცე დევალვირდა შემდეგ გაუფასურდა და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო დაეცა, ასე ვთქვათ, ჩვენი სამხედრო კლასი თუ პატრიოტიზმის კლასი უკვე 2008 წელსაც, იმიტომ რომ ამ 2008 წელმაც შეასრულა თავისი როლი, როგორი უმადური აღმოჩნდა სახელმწიფო და თქვათ როგორი იყო დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს და როგორ მოიქცა მაშინ სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოში 2008 წელს და ეხლა ჩვენს ამ თემაზე, ძირითად თემაზე გადმოვინაცვლოთ, თუმცა ამაზე ძირითად მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ვისაუბროთ ალბათ, არც არსებობს და ეს იყო დასაწყისი უკვე აი იმ პროცესებისა, რომელიც შემდეგ განვითარდა და ერთ-ერთი რგოლი ეს იყო 2008 წელი და აღიარა რუსეთმა, თქვათ აი ამ ომის შედეგად, აგვისტოს ომის შედეგად ნიჟნიე ოსეტიას დამოუკიდებლობა და გასაგები იყო, რომ თავისი რაღაცა სტრატეგიული მიზნებისთვის. რის იმედით გააქტიურა კრემლმა, თქვენი აზრით, ბატონ მამუკარი, ამ მიზნის მიღწევა უნდა აი ეს ნიჟნიე ოსეტიას კარტი და აქვს თუ არა თბილის პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემა გადაჭრას? ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო თემაა და ცალსახა ვერსია არ არსებობს ამის. მე იმიტომ რომ ძალიან ისე თქვათ მრავალშრიანი კომბინაცია ჩაატარეს ახლა რუსებმა და რა ნაბიჯი არიან ორიენტირებული რთული სათქმელია, მაგრამ მე შემიძლია უბრალოდ გითხრათ რა შეიცვალა აფხაზეთში და აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. საქმე ის არის, რომ აფხაზეთზე და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზე კონტროლი აიღო კონკრეტული პირების ჯგუფმა. უკვე კარგი ხანია. ეს არის ძმები კოვალჩუკები. ძმები კოვალჩუკებიდან ერთი არის მილიონერი ოლიგარქი და ასე შემდეგ. და მეორე არის მეცნიერი, ესე ქვია ყოველ შემთხვევაში. ესე პოლიტიკურ მეცნიერებასთანაა კავშირი, მეცნიერებით პოლიტიკას აკეთებს. ეს არის კურჩატოვის ინსტიტუტის დირექტორი, უფროსი ძმა მიხაილი თუ არ ვცდები. ეს ძალიან სერიოზული ფიგურაა ორივე ერთად, ესენი არიან პუტინთან ძალიან დაახლოებულები. თავიანთი ინიციატივით აიღეს თუ გადასცეს როგორც ჩანს. საქმე იმაშია, რომ კურჩატოვის ინსტიტუტი ეს ერთ შეხედვით ინსტიტუტია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სამეცნიერო, ესე იგი, ესე ვთქვათ, საწარმოო რელსებზე გადაყვანილი მეცნიერება, პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანილი მეცნიერება, რომელიც კურირებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორც არის როსატომი. აი ახლა ის კურატორი, ვინც არის დანიშნული აფხაზეთის მაგალითად და საერთოდ ამ რეგიონის, კირიენკო, იგივე ისრაელიტენი, სოხუმელი ბიჭი, არის აი ამ პროსატომის ერთ ხელმძღვანელი ყოფილი თუ გახსოვთ, აი ამ ძმების კოვალჩუკების გუნდის წევრი. და აი ეს კამბოლოვიც მარატი არის ერთი იყო ერთ-ერთი ძმა მიხაილი არის პრეზიდენტი ამ ინსტიტუტის, კურჩატოვის ინსტიტუტის და ეს კამბოლოვი იყო დირექტორი.
აუსია წარმოშობით ცდილოსეთიდან ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი ფიგურა. გამბოლოზე ვამბობთ, ძალიან სერიოზული ფიგურა იყო აი ამ სივრცეში, რასაც ქვია ეს პოლიტიკური მეცნიერების პოლიტიკური მართვა თუ როგორც დავგინა ესე დავარქვათ. ანუ ესე იგი ერთი შეხედვით ესეთ სიტუაცია საერთო კურატორი არის ამ ჯგუფიდან გამოსული გირიენკო და კონკრეტული კურატორი არის ეს გამბოლოვიც ამ ჯგუფიდან გამოსული. ესე კოვალჩუკების გუნდი აკონტროლებს ეს კოვალჩუკების ჯგუფი აკონტროლებს აი ამ ორივე რეგიონს. ახლა რა უნდათ? ახლა ასეთი დონის ფიგურა მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 3 პიროვნება იყო ადრე სხვადასხვა დროს გამოგზავნილი მოსკოვიდან ცხინვალში პრემიერების რანგს. ასეთი დონის ფიგურა არ ყოფილა გამოგზავნილი, რასაც არის ძალიან სერიოზული დონის ფიგურა და ამან გამოიწვია ნებათაღელვა და თავისი სტატუსით, ხო ამას სტატუსით და არ მარტო სტატუსით, სხვა შეგონებითაც. გაქანებითაც, ურთიერთობის ესე ვთქვათ სივრცით. ძალოვანებთან ძალიან ისეთი ახლო კონტაქტი აქვს ამ კაცს. თავის ფარველის მეშვეობით, აი კოვალჩუკი, უფროსი კოვალჩუკის მეშვეობით. ეხლა გაჩნდა უცებ კითხვა, რომ რატო ამხელა ფიგურა, რატო უნდა გამოეგზავნათ აი ამ პატარა ვაზის სახელმწიფოში, სადაც ცხოვრობს სულ, საშუალოდ 25000 კაცი. ხან არის მიდის 40-მდე, ხან დადის 15-მდე. სეზონური ქვეყანა არის სეზონური. საფხულში არის მეტი, ზამთარში არის ნაკლები. ხო, მოკლედ მთლიანად ეხლა რომ წარმოვიდგინოთ ეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ერთი დიდი სამხედრო ბაზაა. იმდენად დიდი სამხედრო ბაზაა, რომ მაგალითად ცხინვალის რაიონული პოლიციის სხვა რაიონებში პოლიცია ერთ-ერთი განყოფილება პირდაპირ ბაზის ტერიტორიაზე განლაგებული. ანუ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეხლა წარმოვიდგინოთ თაწმინდის პოლიცია რო იყო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ან რომელიმე ჩვენერე. ხო. ხო და ცხინვალის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, საერთოდ რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი აი ამ ბაზაზე დასაქმებულია სხვადასხვა იპოსტაში. ზოგი არის სამხედრო მოსამსახურე, ზოგი არის მზარეული, ზოგი არის დამლაგებელი და ასე შემდეგ. ზოგი ყარაული და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი ბაზაა, ერთწეული პლუს იქ არის განლაგებული სამსახურების ბაზა, ელექტრონული დაზვერვის უახლესი ტექნიკის მეშვეობით. ეხლა რო გითხრათ ეს ბაზა გადატვირთულია სამხედრო ტექნიკით, ეხლა აღარ არის, იმიტომ რომ ამაზე რიგი მიზეზები ქონდა, მაგრამ ახლა შეიძლება გადატვირთონ ისე თავიდან, ვერ გეტყვით როგორც გაავსეს გიუმრის ბაზა, ახალი კონტინგენტი. მოკლედ, ეხლა რატო შეიძლება ყოფილიყო ეს პიროვნება? ესე იგი, არის ორი ვარიანტი. თვალშორის უნდა გითხრათ, რომ ცხინვალის და რეგიონის მოსახლეობა ორივე ვარიანტს იზიარებს. პირველი რაც სოციალურ ქსელში მოხდება, არ დაივიწყოთ ყარაბაღი ეს წერია. ანუ რაც მოხდა ყარაბაღში, ის არ დაივიწყოთ. მეორე შეიძლება ჩაგვაბარონ, ხო? მეორეც ეგ არის, ალბათ გვაბარებენ. ხო, მესამე ვარიანტია, უკვე რასაკვირველია გვიერთებენ. მოკლედ ეს რო 7 ცხოვრება არ ელით, ეს მაგას ხვდებია. მე მოაზროვნე ნაწილი, მაგრამ ჩვენ გაკეთება პროგნოზის იმის, რომ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი გადაიტმება ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, გაგვიჭირდება, თუმცა რასაკვირველია კონკრეტული ღონისძიებისთვის მზაობა არის. არ არის გამორიცხული ეს იყოს სპექტაკლის ნაწილი. არ არის გამორიცხული რომ ეს იყოს გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ აი ეს კორუფციული სქემა დაანგრიონ, რომელიც აფხაზეთში დაანგრიეს გირიენკომ უკვე. ეს არის ხო, კი, მოახერხა ყოველ შემთხვევაში დიდ ნაწილში შეცვლა სიტუაციის. აი მოგესალმებით. აფხაზები ვეღარ იპარავენ თუ რუსები? ვერც აფხაზები და ვერც რუსები. ეხლა იქ აფხაზები ის მომპარევები იყვნენ რუსის ჩინოვნიკების ნებარვარ ყოფილიყო, ამიტომ ეს ფული რომელიც ტრანშის სახით აფხაზეთის ბიუჯეტი არის 70% დამოკიდებული იმაზე, რა ქვია. რუსეთზე და ამათი 90%. აი ეს ფული რომ მოდიოდა როსტოვში, ესე იგი ნაწილდებოდა, ჯერ მოსკოვში ნაწილდებოდა. მე როსტოვში და რა შემოდიოდა იმაში, რა ქვია, სოხუმში, ის მე ერთმანეთში ნაწილდებოდა და ხალხს რაღაცა ესე იყო კი რასაკვირველია ტრანშები კონკრეტულად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ხა მაგას ვერ ვიტყურეთ ლათარ ყოფილა, მაგრამ ძირითადად ნაწილდებოდა და ეს ხალხი ძალიან კარგად ცნობდა თავს და ბედნიერები იყვნენ მთელი ამ ვითარებით. ეს ვითარება შეიცვალა, ასეთი მასშტაბის კორუფცია აღარ არის. მაგრამ ეხლა სულ მოიშალა მეთქი, მაგას ვერ გეტყვით ნამდვილად, იმიტომ რომ რუსი ჩინოვნიკის ბუნება ასეთია. აუცილებლად უნდა იყოს კორუმპირებული. თუ არ არის, ვერ არსებობს. რუსი კი არა აღმოჩნდა ევროკავშირელი ჩინოვნიკისაც ასე ყოფილა სამწუხაროდ. ეს სხვა ტიპის კორექცია, ქართული და ევროკავშირული და ეს და დანარჩი, აქ სხვა ტიპის მოვლენა. იმიტომ რომ ნუ გვაუწყდება რუსულ ისტორიაში არის ესეთი ესე იგი ასე თქვა ტერმინი არსებობს.
отдаем город на кормление. ესე იგი გადავეცით ქალაქი ეს ივარემრის ხანის დროს იმ შემდგომ მეფე მანამდე მეფე отдаем город на кормление. ესე იგი აძლევენ კონკრეტულ ქალაქს იმისათვის რომ ჭამოს. ესე იგი ანუ კორუფცია არის სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი ყოველთვის ახლა ნუ ამის მოკლედ ეს შორს აგვიყვანს გასაგებია რასაც ხო და მოკლედ ახლა კიდე რომ შევაჯამო საკუთარი ნათქვარი კამბოლოვის თემა არის ესეთი რომ რასაკვირველია მოსკოვი მარტო კორუფციის აღმოფხვრა არა მარტო კორუფციის ეს ჩემი აზრია უკვე ნუ რა სხვადასხვანაირი შეიძლება წაიკითხო მაგრამ მე ვფიქრობ რომ სერიოზული ნაბიჯებისთვის არის მომზადება რას გულისხმობ აი რასაც გულისხმობ ახლა მოგახსენებთ 2024 წელს იყო ძალიან სერიოზულად საკითხი იდგა ესე იმისათვის რომ რუსეთი არ ყოფილიყო რუსეთის ესე იგი სავაჭრო გზა ჩრდილოეთი სამხრეთი პეტერბურგი მუმბაი არ ყოფილიყო დამოკიდებული მარტო აზერბაიჯანზე და მის უკან მდგომ თურქეთზე რუსეთმა გადაწყვიტა რომ გაიგეთებინა დიფერენციაცია მოეხდინა და აიმუშავებინა აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი ქართული რკინიგზა და მე დანარჩენი საქართველო და მე სომხეთი სადაც მათია ისედაც რკინიგზა მე ირანი და მოკლედ ეს ამბავ და დივერსიფიკაცია მოეხდინა ეს 2024 წლის ზაფხულში ეს გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდე კოზაკი იყო მაშინ კურატორი მერე მოვიდა კირიენკო აი მიდგომები და შეიცვალა უცებ ეს ყველაფერი თუმცა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა მაგრამ მე სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდა ამ დივერსიფიკაციის ინგუშეთიდან გზის გაჭრა ეხლა ხელს ამუშავება დაიწყო ხო ეხლა რაღაცა კიდე სხვა გზაზე ლაპარაკობენ მოკლედ აი დივერსიფიკაცია ესე იგი მოკლედ რუსეთს სჭირდება სხვა ტიპის ურთიერთობის წესი სამხრეთ კავკასიასთან. რუსეთი ხვდება რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი. აქ მარტო საქართველოს დაჟარდაშაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის მისი პოლიტიკური გავლენების შენარჩუნებას. პოლიტიკური გავლენების შენარჩუნების ერთ-ერთი გზა არის ახალი ესე იგი დერეფნების შექმნა. ერთ-ერთი გზა არის, რომელშიც დაინტერესებულია ადგილობრივი ელიტაც, ხო, ადგილობრივი მოსახლეობაც, მეგულისხმობ სამხრეთ კავკასიის. მაგრამ ეს იმპერიული ამბიცია, რომელიც აქვს საშუალებას არ აძლევს ასეთი ტიპის პროექტები აქტიურად დაამუშავოს. და ამიტომ თქვათ ესე დაიწყო აქტივობა ცხინვალის მიმართულებით, რომ ჩვენ გვაიძულოს რომ აფხაზეთზე გავხსნათ რკინიგზა მე გავამართლოთ. ჩვენ გვაიძულოს არა, ჩვენ არ ვიყავით წინააღმდეგი რომ ახსნილი იყო რკინიგზა, უბრალოდ უნდა გადაწყვეტილიყო პოლიტიკური საკითხი. იგივე იქნება ცხინვალთან დაკავშირებით. ეს არის მომზადება რაღაც გარკვეული ნაბიჯისთვის. ეს არის ნიშანი ეხლა იცი როგორ ჩვენ ძალიან პრიმიტიულად უყურებთ ეს რა ქვია ჩვენი ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრმა სურათი გადაიღო ზელენსკისთან და ინადა გაგიჟდა სახაროვა რომ გამოვარდა ეგერთი ამბავი ატეხა და ზოგიერთმა მიაწერა ამას რომ რადგან ამათო სურათი გადაიღეს ამიტომ ამათმა კონტრნაბიჯი გადაიღეს სულაშორის ეს ელემენტიც არის თლათ ესეც არ არის რომ ეს ელემენტი თავარი არ იქნებოდა ეს მაგრამ რაშია საქმე იცი რომ რუსეთს ესე იგი ჩინოვნიკურ ფსიქოლოგიაში ეს იმპერიული მიდგომა არის ტრადიციული. ესე იგი აი ეს აღმოსავლური, ესე ვთქვათ, დიპლომატიური მოქნილობას აბსოლუტურად არიან მოწყვეტილები. ну ამიტომ კი არა რომ ვაგინებთ ცუდები არის. ეს ნიკიტა მიხალკოვმა თქვეს მე არ მithქვამს. ესე იგი ამბიცია იმპერიული, აზროვნება იმპერიული, მაგრამ იმპერია აღარ არის. ხო და ამიტომ სტალინი ჭირდებათ. ხო. ამიტომ ვარიანტები ესეა, რაც მე ჩამოვთვალე. ერთი არის რომ აპირებენ ამ შეერთება ეს არ შეერთების საკითხს. მეორე არის რომ აპირებენ ახალი საგზაო, ახალი სამხრეთ ოსეთის გამოყენებით ახალი პროექტის შექმნას ამ დივერსიფიკაციისთვის და მესამე არის რომ უბრალოდ ესე ვთქვათ, ისეთი სიტუაცია იყო იქ რომ არ შეიძლებოდა ვითარების არ შეცვლა. იმიტომ რომ ის გეუბნებით ნათვის ეს არ არის ქვეყანა და დამოუკიდებელი. ეს არის დიდი სამხედრო ბაზა, რომელსაც ჭირდება შესაბამისი პატრონი. დიახ. ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მიზანი და თბილისისადმი რა პოლიტიკური გზავნილი იკითხება ამ გადაწყვეტილებაში და თბილისს რა რეაგირების საშუალებები აქვს? არაერთხელ მithქვამს მე, მათ შორის თქვენს ეთერშიც და წინა ეთერებშიც, რომ როგორც კი უკრაინის კონფლიქტის გარკვეული ფაზა და გარკვეული ამოცანები იქნება მიღწეული, ხო, შემდგომი ამისი ესე იგი ვექტორი რუსეთის მოქმედებების არის სამხრეთ კავკასია. ეს იკითხება არა მარტო სადაზვერო მონაცემებით, ეს იკითხება ჩვეულებრივად
ლეგალური პოზიციებიდან მოპოვებული მასალებითაც მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არავის აუგრძალია ჯერჯერობით რუსული პრესა და საშუალებების შესწავლა. ხა მას ჩვენი სპეცსამსახურები აკეთებენ თუ არ აკეთებენ ეს მეორე თემაა, მაგრამ არის კატეგორია ხალხის, ვინც სერიოზულად უყურებს ამას, ისინი სწავლობენ. მათ შორის მეც გახლავართ ერთ-ერთი მათგანი, ვინც სწავლობს რუსულ პრესას და საკმაოდ შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი იმის შესახებ, რომ შემდგომი თეატრი, ასე ვთქვათ, მათი მოქმედებების იქნება სამხრეთ კავკასია. სამხრეთ კავკასია, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია არის გასაღები შუა აზიისკენ, სამხრეთ კავკასია არის გასაღები ახლო აღმოსავლეთისკენ და სამხრეთ კავკასია გახლავთ დიდი ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. და ჩვენ უნდა განვიხილოთ სამხრეთ კავკასია მხოლოდ ამ ჭრილში და არა მის გარეთ. ესე იგი, თუ შევხედავთ ახლა ბოლო აქტივობებს, რა აქტივობებიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და მე წინა ეთერშიც თქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩინეთთან ყოვლისმომცველი ასე ვთქვათ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ასეთივე დოკუმენტი გაფორმდა დღეს სულ რამოდენიმე დღის უკან ყაზახეთში ვიზიტის დროს ტოკაევთან და ტოკაევი გახლავთ ძალიან სერიოზული ფიგურა, რომელსაც ანგარიშს უწევს თურქეთის სულთანიც მინდა გითხრათ, თურქეთის სულთანი ერდოგანი კი ბატონო, რომელსაც თავისი იმპერიული ამბიციები აქვს სამხრეთ კავკასიასთან და არა მარტო სამხრეთ კავკასიასთან, არამედ შუა აზიასთან მიმართებაშიც, ხო? ამიტომ ეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა გადავიქეცით ერთგვარად სამხრეთ კავკასია გარდაიქცა აი ამ ინტერესთა ჭიდილის პოლიგონად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ვინც მოიპოვებს აქ მაქსიმალურ ზეგავლენას, ვის ინტერესებიც იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული, ну, ბუნებრივია ის მიიღებს უფრო მეტ დივიდენდებს იმ ეკონომიკური სარგებელიდან, რაც დაკავშირებულია. კი ბატონო, ყველა მხრიდან მე ვიძახი, იმიტომ რომ ადრე თუ გიან მაინც ამოქმედება, რაზეც ბატონი გამოგასაუბრებდა ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორიც. ადრე თუ გიან ეს იქნება მას მერე რაც ირანი გამოვა აი ამ სიტუაციიდან და გამოვა საკმაოდ მძლავრად მინდა ვთქვა, ის ირანი აღარ იქნება, ეს იქნება მძლავრი რეგიონალური სახელმწიფო, შესაძლებელია თურქეთზეც უფრო მძლავრი, რომელსაც ექნება უდიდესი გავლენა და ფაქტიურად ეს იყო დაშვებული ძალიან დიდი შეცდომა სპეცსამსახურების, მათ შორის ისრაელის სპეცსამსახურების, რომელიც ძალიან ძლიერი სპეცსამსახურები არიან, მინდა გითხრათ, მაგრამ რატომ მოუვიდათ მათ ეს, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს აიხსნას იმით, რომ მეტი გამოვა მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილი და მეტი გზა არ ჰქონდათ, კი. აი ამ კონფლიქტის ესკალაცია ზუსტად აი ამ რეგიონში და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ და ისევ დაუბრუნდებიან იმ ფორმატს, რა ფორმატზეც ადრე იყო საუბარი, ეს 3+3 ფორმატი, რომელიც ისევ გააქტიურდება, მინდა ვთქვა. ეს ამაზე უკვე საუბრობენ მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტები მინელდება, ეს საკითხი ალბათ დაესმება და ეს იქნება ერთგვარი, ასე ვთქვათ, მე ვთვლი, რომ ეს იქნება ერთგვარი უსაფრთხოების კოლგა რეგიონისათვის, რომელიც დააბალანსებს სიტუაციას და მათ შორის აქ მოიაზრება ჩინეთიც და ჩინეთის ინტერესებიც. ეს 3+3 მარტო კავკასიის ქვეყნები და ჩინეთი, რუსეთი და ირანი არ იქნება. აქ იქნება ალბათ გაფართოვდება ეს ყველაფერიც და ჩვენ შეგვიძლია რა გავაკეთოთ, რომ ავიცილოთ თავიდან შემდგომი ესკალაცია სამხრეთ კავკასიაში და გავლენების ასე ვთქვათ აი ამ საპირწონის რომელიმე სასარგებლოდ არ გადახრა, ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული და ის უნდა ითვალისწინებდეს და აგებდეს თავის ურთიერთობებს ისე, როგორც ყველა ქვეყანასთან, ვისაც აქვს საქართველოში ინტერესები, ისე, როგორც ეს გააკეთეს ჩინეთთან, მინდა ვთქვა, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. მე ვთვლი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული და მის ნათელი დასტურია ზუსტად რამოდენიმე დღის უკან ფოთის სპორტის გაფართოების თემაზე ჩამოსული ეგრეთ წოდებული ამერიკის განვითარების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხო, რომელმაც გამოთქვეს დიდი, ასე ვთქვათ, დაინტერესება იმისთვის, რომ რატომ ანაკლიაზე არ გააკეთეს აქცენტი.
იმიტომ ალბათ და გაინაცვლეს კი ბატონო. ხო, ეს ძალიან თემაა და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ყურადსაღებია და ამ ჭრილშია ზუსტად და აი ამ ოსეთის საკითხთან და ამ ჩვენ გამთლიანების თემასთან არის დაკავშირებული. ეს გახლავთ აი ამ დივერსიფიკაციის თემა, რომელიც რესურსების დივერსიფიკაციის თემა და ასე ვთქვათ უმნიშვნელოვანესი რაღაცა მოხდა. ბრიტანელები გავიდნენ ბაქო-ჯეიხანის მართვის ოპერატორობიდან გადააბარეს ეს აზერბაიჯანელებს გადააბარეს ეს აზერბაიჯანელებს და ეს არის ძალიან მიმანიშნებელი იმისათვის რომ ეს არის მოთამაშე თქვენ არ გეგონოთ რომ მაგალითად ბრიტანელების ყოფნა აი ამ სეგმენტში ხო და მათი ინტერესების ასე ვთქვათ გამოცალკევება და გასვლა აი ამ თამაშიდან პრაქტიკულად ეს მარტო ეკონომიკური ფაქტორი აღარ არის. აქ არის უკვე პოლიტიკური ფაქტორიც და მიანიშნებს იმას, რომ რეგიონში მათი ინტერესები ჩაანაცვლა ამერიკულმა ინტერესებმა, ანუ ამერიკელებმა ეს აიღეს საკუთარ. ამერიკელებმა როგორ აიღეს თუ როგორ აიღეს გეტყვით, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლებაც ცდილობს რომ ამერიკასთან მოახდინონ ეგრეთ წოდებული გადატვირთვის პოლიტიკა აწარმოონ, მაგრამ ეს გადატვირთვის პოლიტიკაც უნდა იყოს ავიდეს დაახლოებით იმ სტანდარტებამდე, რა სტანდარტიც არის ჩინეთთან მიმართებაში. და შემდეგ გაჩნდება კიდევ ერთი მოთამაშე, რომელთანაც აუცილებლად მოუწევთ საუბარი ხელისუფლებას, ეს არის რუსეთი. საიდან უნდა დაიწყონ რუსეთთან საუბარი, მოდი ეს ვთქვათ, იმიტომ რომ ეს პირდაპირ უკავშირდება იმ თემას, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ალბათ საზღვრების დემარკაცია დელიმიტაციის თემიდან, რომელიც დღესდღეობით ჩვენ რუსეთთან გვაძლევს საფუძველს იმისათვის, რომ ვაწარმოოთ და დავიწყოთ დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით. არ შეიძლება 35 წლის განმავლობაში ქვეყანასთან არ ქონდეს დემარკირებული, დელიმიტირებული საზღვარი. ეს ტოვებს ძალიან დიდ საფრთხეებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით წარმოადგენს ძალიან დიდ სირთულეს, მინდა ვთქვა, და შეიცავს ძალიან დიდ რისკებს. ამიტომ ბუნებრივია ადრე თუ გვიან დადგება ეს საკითხი. ეს საკითხი შევარდნაძის მთავრობას უნდა ეყენებინა თავის დროზე, ბევრ პრობლემას ავსდებოდით, მინდა გითხრათ თავის დროზე. არ იქნებოდა ის აღიარება, რაც მოხდა 2008 წლის თუმცა თავის დროზე 100 წლის წინათ არ მაგრამ ეს სპეციალურად კეთდებოდა და სპეციალურად კეთდება დღესაც. ამიტომ მე ხა პატარა რეზიუმესავით რო გავაკეთო, ვიტყვი ერთ რამეს, რომ ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში რუსეთის გააქტიურების ფიქსაცია საქართველოში. მე ვიცახე ყველა ფრონტზე, მათ შორის დიპლომატიურ ფრონტზეც იქნება ეს და ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა, უნდა დავიწყოთ საუბარი. როგორც ამერიკელებთან, როგორც ჩინელებთან ვაწარმოებთ, ისევე რუსეთთანაც უნდა ვაწარმოებთ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ფორმატი. ამით შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კავკასიის უსაფრთხოება ამ შემთხვევაში საქართველოს აზერბაიჯანზე და სომხეთზე მაქვს საუბარი. მაგრამ ერთი ფაქტორი, ახლა რა ჩვენ ვიძახით, რომ აი ჩვენმა მთავრობამ გადადგა ეს ნაბიჯები იქითკენ, რომ ჩვენ არ ჩართულიყავით ამ კონფლიქტში. იცით რა, მოდი ესეც ვთქვათ. არსებობს ხელშეკრულება თურქეთს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. ეს არის აზერბაიჯანი და თურქეთი, ხო? სწორედ აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით და ეს თანამშრომლობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობა, ეს არის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა. სწორედ აი ამის გამო შეიკავა ბევრ რამეზე და იკავებს თავს კიდევ რუსეთი, კი ბატონო. და ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორია დღესდღეობით, რომელიც ძალიან სერიოზულად მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში. არ ვიცი, აი ბუნებრივია ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, ამიტომ აი ამ საკითხების გადაწყვეტა სჭირდება პროფესიონალური, ასე ვთქვათ, მიდგომა
და ყოველგვარი მორიდების გარეშე ყველა მოთამაშესთან, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან საუბარი. არ შეიძლება ულტიმატუმების ენით საუბარი. იცით რა, შენ სანამ არ გახვალ ჩემი ტერიტორიიდან, მანამ მე შენთან არ მინდა საუბარი. შენ ხარ ოკუპანტი. კი, მაგრამ იმ რუსეთს ხო ესაუბრებ, ახლა 67-ე ის იყო რაუნდი იყო ჟენევის მოლაპარაკების. იქ რუსეთის წარმომადგენელი არის? ხო არის? კი, როგორ არის? ესე იგი თუ აწარმოებთ ახლა მაშინ იქ თუ შეიძლება ამის ისა რა ქვია განხორციელება, რატო არ შეიძლება რომ დავიწყოთ საუბარი? ვერავინ ვერ დამწამებს ვერც პრორუსულობას და ვერც მათი ინტერესების გატარებას საქართველოში. უბრალოდ ეს ჭირდება ქვეყანას. რომ ვიცოდეთ საბოლოო კაცო გითხრას ამ რა ქვია ვეშაპმა რა არის მათი ინტერესი საქართველოში. ხომ ვიცოდეთ რა და ოფიციალურად დეკლარება მოახდინონ. იცით რა, თქვენ გითხარით, თქვენ არ წახვალთ აქ, არ წახვალთ აქ, არ წახვალთ აქ, მაგრამ ჩვენც უნდა მივიღოთ ჩვეულებრივი ვაჭრობაა ეს. მეტი კი არაფერია, პოლიტიკური ვაჭრობა ქვია ამას. კი ბატონო. და პოლიტიკური დიალოგი ქვია ამას და თუ არ აწარმოებს დიალოგს და საუბრობ ულტიმატუმების ენით, შენით ივაჭრებენ. რა თქმა უნდა, ამაზე მაქვს მე საუბარი. ამიტომ რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას და რეალურად უნდა ამაში უნდა იყოს ჩართული ის რეალური ადამიანები, ვისაც შესწევს ამის უნარი და ვისაც შეუძლია რომ აი ჩავიდეს რუსეთში და ელაპარაკოს რუსებს ბუნებრივია სტატუსით, რატო გააუქმეს საერთოდ ის კარასინ-აბაშიძის ფორმატი. ეფექტი არ ხონდა. ჩვეულებრივი კომუნიკაციის საშუალება მაინც. მაგრამ ეფექტი არ იყო, შედეგი არ ხონდა. არა, ხონდა შედეგი. როგორ არ ხონდა შედეგი? შედეგი ხონდა და ექნებოდა კიდევაც, მაგრამ არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ნიუანსები, მათ შორის ხელისუფლებაშიც, რომელიც უშლის ხელს გარკვეული პროცესების დააძრას და უნდა გაითვალისწინონ ოპერატიული ვითარება ქვეყნის ირგვლივ. თუ ამას არ ითვალისწინებენ, ხო, ყოველთვის დავჩებით წაგებული ამ შემთხვევაში. და შეიძლება ისევ მივიღოთ გარკვეული პრობლემური საკითხები, მას შემდეგ რაც უკრაინაში თავის სტრატეგიულ ამოცანას გადაწყვეტს რუსეთი ჩვენს ასე ვთქვათ თეატრში, აი აქ რასაც საქართველოს ტერიტორია ქვია. ბოლო-ბოლო ორი ბაზაა. და ორი ამხელა მართალია თქვა ბატონო, ორი ამხელა ბაზაა და ისე ნათელი წარმოდგენა რო გქონდეს ახლა ჩვენ საზოგადოებას, ბოდიშით გამიგრძელდა ცოტას უკვე ძალიან მოკლედ ვიტყვი და იქ დგას ულტრა თანამედროვე სისტემები სახაერო თავდაცვის სისტემებისა და სახაერო თავდაცვის სისტემა გახლავთ ესე იგი ეს 400-ები ხო 300-400 კილომეტრი აქვს რადიუსი მათ იმისი რა ქვია კონტროლის. ფაქტიურად გიუმრის ბაზა და ცხინვალის ბაზა მთლიანად ხურავს მთელ კავკასიის ესეთ. ამისთვის საჭირდებოდა ცხინვალ და 2008 წელს აღიარება. ამიტომ ჩიტი ვერ გადაფრინდება დღეს კავკასიის საქართველოს სამხრეთ კავკასიის იმაში რომ არ იცოდეს რუსეთმა, ხო? ფაქტიურად ესეა და სადაზვერო ინტერესებს ვისაც ფლობს და სადაზვერო ინფორმაციას ვინც ფლობს, მათ აქვს შესაბამისი გავლენაც. ამიტომ ამაზეც უნდა იფიქრონ და ამაზეც უნდა იზრუნონ. ამიტომ რეალობა რაც არის, იმ რეალობას შეხედონ და ამ რეალობიდან გამომდინარე დასახონ ის ამოცანები, რაც ქვეყანას დღესდღეობით ჭირდება. და არაფერზე მოსარიდებელი არ არის, მე ესე ვთვლი, მაგრამ თავიანთი პოზიცია თვითონ იციან. რა თქმა უნდა. ბატონო მამკა, საქართველოს არის უპარტნიორო ქვეყანა, ეხლა სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, ხო? ასეა ჩვენ გვყავს რაღაც ქაღალდზე დეკლარირებული პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვყავს პარტნიორი ქვეყანა და ამ სიტუაციაში ბატონო კოტემ თქვა, რომ როგორც ჩინეთთან დაიდო, რა ტიპის ხელშეკრულებაც დაიდო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და აი ამ ყოვლის მომცველი ურთიერთობის, ასეთი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატებთან, თქვათ, მაგრამ ამისთვის ხო საჭირო ამერიკის შეერთებული შტატებიც იყოს თანახმა, რომ შენთან დაიდოს ასეთი ტიპის შეთანხმება, ასეთი ტიპის პარტნიორობა გააგრძელოს თუ დაიწყოს შენთან და იმ ფონზე, როცა ჩინეთთან გაქვს ეს პარტნიორობა და მათ შორის არის წინააღმდეგობა. აი ამ წინააღმდეგობების დაძლევა როგორ შეიძლება მოხდეს და შეუძლიათ თუ არა ამის გაკეთება თბილის დამოუკიდებლად აი ამ უპარტნიორობის და უმეგობრობის პირობებში. ნუ არაერთხელ მithქვამს ახლა ამ მაგალითით რუსეთს ყავს პარტნიორი. ნუ რუსეთს ორი პარტნიორი ყავს, ფლოტი და არმია. ხო, მორჩა. კი ბატონო. ხო და აბაშია საქმე რომ დღეს რუსაფსოფლიო წესრიგი არის შეცვლილი. და ვირტუალი არაღია ახლა მაშინ არ. ჩამოშლილი. ჩამოშლილი, როცა პარტნიორობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ყველა ქვეყნისთვის. ეს კი არის ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთთან აღარ იციან არიან თუ არა პარტნიორების კონკრეტულად. მე მაინც მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ძალიან
ძალიან კი არა, თუ ეს რეგიონის სამი ქვეყანა მოახერხებს ერთიანი პლატფორმის შექმნას კონკრეტულ საკითხში. ეს არის გადამწყვეტ მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ ინიციატივათა პაკეტის წარდგენა სამი ქვეყნის ერთად რაღაც საკითხთან დაკავშირებით არ ვლაპარაკობ აქ, რომ რაღაცა ეს გაერო შექმნა სამხრეთ კავკასიური ეკონომიკური საკითხი იქნება თუ სხვა ამგვარი. ბევრად უფრო მოსმენადია სამივეს მიერ წარმოდგენილი და აი ამ ფორმატშიც მაგალითად 3+3 მე არ მინდა რომ ეს სამი ქვეყანა რეგიონის იყოს პიონერები ვეთიქ და უიზაზარიგებლად მოიწვიონ სამმა დიდმა ქვეყანამ. საერთოდ ეს თვისება, დიდი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია, რომ პატარა ქვეყანა უნდა იყოს დამჭერი. მაგრამ როგორ არის, რომ აზერბაიჯანი ახერხებს ზოგ შემთხვევაში რა წარმოოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მისი პარტნიორისთვისაც კი მიუღებელია, მაგალითად თურქეთისთვის აზერბაიჯანის ურთიერთობა ისრაელთან. აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ესე თქვა ახერხებს აზერბაიჯანი. თუმცა თურქეთიდან იღებს ენერგომატარებლების 40%-ს ისრაელი. აღარ იღებს. მოძველებულია ეს ინფორმაცია. ამ დაპელირებენ ისინი, ვინც ამას მოჩვენებენ. ჩაიჭრა ეს ამბავი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენება ისრაელის სამხედრო კონტექსტში, მოკლედ, როგორც არის. ეხლა რა გვინდა, მოკლედ, რაც ან თქვენ დასმულ კითხვაზე. თუ მოახერხებს ეს სამი ქვეყანა ერთიანი ფრონტით გამოსვლას, რაღაც კონკრეტულ საკითხზე უკვე გარგია. პოლიტიკური საკითხი თუ ეკონომიკური და კონკრეტულად ეკონომიკა. დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავს ეკონომიკა. მართალია ეს ისტორიულად ეგრეა, იმიტომ რომ სავაჭრო გზები მაშინაც ეკონომიკის, მაშინაც პოლიტიკის განსაზღვრელი იყო, ეხლაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა სხვა ფორმა მიეცა ამას. პლუს ენერგომატერიალები, პლუს ძვირფასი კი არა იშვიათი მეტალები და ასე შემდეგ. მოკლედ, ესე იგი, პოლიტიკური მანევრის საშუალება გაქვს ყოველთვის მით უმეტეს თუ ახერხებს ერთი ფრონტით გამოსვლას, სამივე ქვეყანა. აი ეხლა მაგალითად გაგეცინებათ, მაგრამ რომ გეტყვი, რომ ეხლა მაგალითად სამივე ქვეყანა რომ გამოვიდეს უცებ, აი მაგალითად ეკოლოგიური წინადადებით. ესეც საქმეა. რომ აი მაგალითად სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე შეთანხმდა იმაზე, რომ მზის ელექტროსადგურებია საჭირო. ან რაღაც ამდაგვარი. აი ერთი შეხედვით ხო სასაცილოა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. პრეცედენტი იქნება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო და ამიტომ ვამბობ, რომ აი საკითხს ეგრე. ჩვენ ვართ ყიჩაღების შთამომავალი. ეს არის სააკაშირო რო თქვა ჩვენს ყიჩაღების შთამომავლები. ყიჩაღების შთამომავლები ვართ. თქვენ ხართ ოგუზების შთამომავლები. დანარჩენ თურქებს ეუბნება. სელჯუკები კიდე საერთოდ ვინ არიან? აი დაახლოებით ესე იგი საყოფაცხოვრებო დონეზე ასეთი ლაპარაკები მიდის. და ყიჩაღები ყაზახები თვლიან რომ ეს არის ელიტა თურქულენოვანი ტომებისა და სულ სხვანი არიან, ესე იგი ელიტა. აი ხა მაგალითად აქაურ აზერბაიჯანელებში არის თქვა ერთია თარაქამა, მეორეა არაფაფახი, მესამეა მუღალო და მეოთხეა საკი. საკი არის ყველაზე მაღალი ელიტარული ეს ყიჩაღებზეც ყირიმელი თათრების ესე იგი ისინი რა ქვია შთამომავლები ხო შთამომავლები კი არა ყირიმელი თათრების შემქმნელები ხო ხო და მოკლედ რა მინდა გითხრა საბოლოო ჯერში ეს ყველა ნიუანსი ამაშია ცერა ხშირად პოლიტიკოსები რო ლაპარაკობენ გრძლად ბრტყლად და ენაგად მოგდებული ძალიან მიხედავ რომ მენტალობა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის რეგიონის ხო მით უმეტეს აზრზე არ არის ამას ყველა ბევრს გულისხმობ ქართული პოლიტიკიდან ძალიან ცოტანი ადამიანები რომელიც აი ამ მენტალობას ხალხს ხალხის თვისებას, ხალხის ისტორიას, ტრადიციის უმეტესობა მე მგონი. უმეტესობა აი ამას იცნობენ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა აკეთებ რაღაცა პოლიტიკურ ნაბიჯს, ეს ნიუანსია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსია. შედეგს მოგიტანს აუცილებლად. ეხლა შენ რო ჩახვიდე მაგალითად, აი რაშია საქმე, იცი რომ აღმაშენებლის მიერ ჩამოყვანილი ყივჩაღური ოჯახები ყაზახების პოლიტიკური მიდგომების კონტექსტში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე ჩემი ყურით მოვისმინე გადაცემა საქართველოზე, აი ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ჩასვლამდე. აი გაკეთდა ამ თემაზე იყო ზუსტად გადაცემა, რომ ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა ჩაიყვანა იქა მაშინ რა საქართველოს შეასახლა და აი ეს ჩვენი თანამემამულეები თავს იბრძოდნენ 1121 წელს გადაცემას რა 1121 წელს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ხაზგასმული იყო ეხლა
ეს დაახლოებით როგორ არის იცი რომ იმერლები რო იბრძოდნენ კახელების წინააღმდეგ და ამით ამაყობდა რომ ჩვენი იმერლებმა რაღაცა აი ნუ მაგრამ იქ სხვა კულტურა, სხვა ტრადიცია და სხვა მიდგომებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს კარგია, იმიტომ რომ დიდი თურანის იდეას მოკლედ ამას ახლა გავანებოთ, იმიტომ რომ წერის გვისმენს, მაგრამ მე მინდა უბრალოდ რომ ჩვენ მაყურებელმაც იცოდეს როგორ ნიუანსებიდან კეთდება ხოლმე დიდი პოლიტიკა თუ კარგად იცი ეს საკითხი მარტივად ახერხებ უფრო რაღაც კონსტრუქციულ შედეგამდე მისვლას. აი ისევე როგორც ახლა მაგალითად დღეს ავიღოთ ყველაზე უფრო უმკინებლო ვარიანტი დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი ცხინვალში, იმიტომ რომ ახალი გზის მშენებლობა დაიწყოს როგის გვირაბის გავლით კი არა, ნუ იქ ეს არის გასაკეთებელი, რა ქვია, გვირაბი და ასე შემდეგ. კიდე ერთი გვირაბი. სარგენიზოზე. ხო, სარგენიზო გვირაბზე. აი თქვა ამ კონტექსტში. ესე იგი, ეს უნდა გაითვალისწინო, რა დაჯდება ამ უნდა ვიცოდეთ უკვე. აი ეს ვარიანტიც გათვლილი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, ეხლა ინგუშეთიდან რო აპირებდნენ გზას, რომ ეს ნიშნავდა, რომ გაეჩერებინათ ომი უკრაინასთან დანებებული იყვნენ უკრაინას და მთელი რესურსი მოედოთ იმდენად ზვირიჯდება. ერთი რამეზე მინდა ყურადღება მივაქციო. გადაწყვეტილი, ისე იგი საბოლოო ჯამში კი რასაკვირველია რუსეთისთვის ეს თემა არის მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიის. რასაკვირველია, როცა უკრაინასთან კონფლიქტი დამთავრდება, მოუტრიალდება სამხრეთ კავკასიას რუსეთი, მაგრამ გააჩნია როგორ დამთავრდება. მე არ მაქვს იმედი, რომ რუსეთი თავის დასახულ მიზნებს მიაღწევს იქ. მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. აი წარმატების თემა, აქ წარმატების თემაზეა ლაპარაკი, გამარჯვების თემაზე აღარ ლაპარაკი არც ერთი მხარეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოbrunებასაც გააჩნია, როგორ მოუბრუნდება სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკას. თუ იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მკვეთრად მოუბრუნდეს და ტანგებით დაიწყოს აქეთ-იქ სირბილი, შეიძლება მოუბრუნდეს სხვანაირად. ესე იგი, ყველა ვარიანტისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენთვის უკრაინასთან გამარჯვებული რუსეთი ერთი გამოწვევა, და უკრაინასთან წარმატება მიღწეული რუსეთი მეორე გამოწვევა და წარუმატებლობა მიღწეული მესამე გამოწვევა. მეგონი მესამე ჯობია, ხო? ნახოთ როგორ გამეთარდება მოვლენები და საერთოდ უნდა ითქვას, რომ გაბოროტებული უარესია. ხო და საერთოდ იცი რა არის, რომ მე სულ მომყავს ეს მაგალითი. საქართველოს ისტორიაში არაერთი ადამიანი იყო, რომელმაც აი ამ მოქნილი დიპლომატიით უფრო მეტი შედეგი მიაღწია, უფრო მეტი შედეგს მიაღწია გიორგი მწყნარის ვახსენებ განუწყვეტ. კი არა, გიორგი მწყნარის სასწაული. ვიდრე ამ გაუთავებელი ომით და ესე ვთქვათ თავგანწირვით. მე მივესალმები ქეცვიხრი ამ თავგანწირული ადამიანების წინაშე, მაგრამ ქეცვიხრი გიორგი მწყნარის წინაშე უფრო მეტად. დიახ, რა თქმა უნდა, თავგანწირვას უნდა გქონდეს შედეგი უნდა მოიტანოს, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრათ, აი ამ მითებით, ლეგენდებით, რა ქვია, ტანში ჟვანტელის დავლით, ტირილით დავიღალი იმ თავგანწირვა. აი უნიკალური მაგალითია თამარის წერილი სალადინის მიმართ რა. აი საოცარი წერილი, აი სუპტა კლასიკური დიპლომატიის, აღმოსავლური დიპლომატიის ნიმუშია და ძალიან მაღალი დონე და იგრძნობა ვისთან არ გვაქვს საქმე, რომ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსი ეს თამარის დაწერილია თუ მისი გუნდის არ აქვს მნიშვნელობა. მაგალითად ის ეთანხმა. მას ხო ყავდა ეს შეეულებათ ხო შეარჩია ის ხალხი ვინც ამას სერიოზული ხალხი. დაუწერდა. დიახ, დაუწერდა. და ბატონო კოტე, ესე იგი როგორი სიტუაციაა? ჩვენ ვართ ერთი მხრივ დამოკიდებული იმაზე, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და მეორე მხრივ, თქვათ, როგორ დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატი, ისრაელი, ირანის ურთიერთობა. აი რო განვიხილოთ ვარიანტები, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ირანი უფრო გაძლიერებული გამოვა ამ კონფლიქტიდან. ჩვენთვის როგორი ირანია უფრო ხელსაყრელი? რუსეთის არ იყოს, რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრება. ირანი უნდა ავუხოთ ისეთი როგორიც არის. არა, მე ვფიქრობ გაძლიერებული თუ თქვათ ისეთ სიტუაციაში როგორც აქვს ახლა აი ამ შემთხვევაში ურთიერთობა არც თუ ისე ცუდი, ხო? და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ერი, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. და მას აქვს იმის უნარი ამ ერს, რომ ირანთანაც კარგი ურთიერთობა ქონდეს, ისრაელთანაც კარგი ურთიერთობა ქონდეს, შესაბამისად თურქეთთანაც და რუსეთთანაც. ჩვენი შესაძლებელი არის ყველასთან კარგი ურთიერთობა ქონდეს, აი პოლიტიკურად თუ არსებობს ამის პრეცედენტი თუ არსებობს ან მაგალითი. ინტერესების გათვალისწინებით, როდესაც ჩვეულებრივად ესეა ხოლმე რა, მეზობლებში დავა რო ატყდება ხოლმე თუ ერთის პოზიციას დაიჭერ და ერთის მხარეს ხარ, ხო, ბუნებრივია იქ უკვე ჩდება შეურიგებლობა და უფრო მეტი შუღლი და რაღაც, ხო, ამდაგვარად. ასეა ესეც, ასეა პოლიტიკაშიც მინდა ვთქვა. იმიტომ რომ ეხლა ირანი არის ჩვენი კი ტრადიციული მტერი იყო
ბოლო-ბოლო არანაკლები მტერი იყო ჩვენთვის თურქეთი, არანაკლები მტერია რუსეთი და ეხლა რა ვქნათ მინდა გითხრათ. ხო, მონღოლებიც იყვნენ და მათ შორის ეხლა ამერიკელებს არ მიეცათ ამის შესაძლებლობა მტრად გვექციონ, მაგრამ აქეთკენ არა, მიდიან აქეთკენ, მიდიოდნენ ყოველ შემთხვევაში აქეთკენ და მე ბევრ ამის გავიხსენებდი ჩემი ასე ვთქვათ პირად ბექგრაუნდიდან და ამერიკელებთან მიმართებაში, იმიტომ ძალიან საინტერესო ხალხი არიან რა და ერთი კონფერენცია მახსენდება ეს იყო 2014 წელს სხვათა შორის ირაკლი გაგაბაძემ გააკეთა მაშინ ეს შექმნა გოგი ხუციშვილის ოფისში შედგა ხო გახსოვთ თქვენც იყავით მაშინ იმ კონფერენციაზე იქ 6 ნატოს მაღალჩინოსანი გენერალი სამხედრო ატაშე როგორი რუდუნებით უსმენდა თუსაც წავიდა მათი დახმარება 6 მილიარდიანი დახმარება ვისჯიბეებში აღმოჩნდა ხო მათ შორის დოკუმენტალურად ისმენდა ამას აი მაშინ მივხვდი მე ვინ არიან ეგენი მაგრამ მე ვიძახი კერძოდ ვინ არიან ეგენი იმიტომ რომ მათ აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესი ქონდათ კი ბატონო აქვთ კონკრეტული მაგრამ თუ კიდევ ვიმეორებ თუ საქართველოს კონკრეტული ინტერესი არ ემთხვევა მათ ინტერესებს მაშინ ამ შემთხვევაში ბუნებრივ ვინც არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის უპირველესი არის ჩემი ქვეყნის ინტერესები ხო ესეა თქვენ ამაცხოვნებლებო 6 მილიარდ ნახევარი ჩადეთ ამ ქვეყანაში ხო და თქვენი გადამხდელების ფული და კაცშვილი არ კითხულობთ საწავიდა ის ფული და ამის ამოღება არ გინდათ იმ ხალხის დაჯა არ გინდათ არაფერი არ გინდათ ესე იგი რა არის ეს ესე იგი არ გაქვთ მთლად კარგი განწყობა საქართველოს მისამართით ხო 35 წლის განმავლობაში თქვენ ამაცხოვნებულებო ერთი საწარმო რო გაგეხსნათ აქ და ერთი ის რა ქვია ჩამოგეღალივა თქვენი ინტერესები დაგეფიქსირებინათ ანდა ის მოკავშირეობის და ფარატინა ქაღალდი რომ მივიღეთ რა ქვია ქარტია რო ერქვა თანამშრომლობის და მჭირდები იმისათვის რომ ჩემი უსაფრთხოების ქოლგა მოხსნა ხო ჩემი უშიშროების საკითხები გადაწყვიტე რომ მე მომეცეს თავისუფალი განვითარების საშუალება მეტი რა არის გავიარეთ ახლა მე გეუბნები შენ ამერიკელი ვარ რაში გამომადგები შენ ის მინდა დამაშკა როგორც ისრაელი გამომადგები ისე როგორ კაცო წიაღისეული ჩემგან მიგაკ ხო ჩემ კორიდორს იყენებ ავღანეთში ომი ხონდა რა წიაღისეული მიაქვს რას გულისხმობთ ეს არის არა რა წიაღისეული მაინტერესებს კორიდორი რომელსაც ხმარობდი როგორც გინდოდა ისე როცა ავღანეთში კომპანია ქონდა კონტრიბუცია ჩემი შენს გვერდზე იყო მთელი სადაც იყო სომალიდან დაწყებული, მამდე დამთავრებული, ავღანეთამდე დამთავრებული. შენს გვერდზე ვიყავი 24 საათი, ხო? რითი ვარ სხვაზე ნაკლები მოკავშირე. მე მინდა ეს მაყურებელმაც გაიგოს და ამიტომ გითხე. ხო, არა. ბუნებრივია ახლა ის არის რა ქვია ჩაოლებრივია ტიმნე იაწებეო ხო რო იწვიან აი ორივე ხელი პირს ბანს მაგრამ ისი არა როგორც ზოგიერთი მაღალჩინოსანი რო გამოდიოდა იმაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსი და ხელს იქნევდა არიქაო შენიღავი დუბინკაო და იმაში რა ქვია აგზავნით მე ძალიან კარგად ვიცი ის სიტუაცია თქვენც იცით ბატონო მამუკა ექსპერტი ბრძანდებით კავკასიის საკითხებში რა იყო 90-იან წლებში და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დააჯლინგინებდნენ რუსეთში იმას რა ქვია საქართველოს ტერიტორიის გავლით შეგავდებინეთ და მაყურებელს დამსმენელს არაფერი მე აი რომ გაგაგებინოთ არის ესეთი წიგნი ისმაილ საიდაევის წიგნი ისმაილ საიდაევი გროზნოში გამოცემული უბრალოდ სვიდეტელა ქვია ამ წიგს და წაიგითხეთ იქ და ყველაფერი არის აღწერილი ერთ-ერთ იქნებ უთხრათ ხო არა იქ ყველაფერი აღწერილი და ყველაფერი ნათქვამია ამ სპეცსამსახურების მოქმედების შესახებ და არა მარტო ამერიკული არამედ საქართველოს გადააქციეს მაშინ და დღესაც არის გადაქცეული უცხოეთის სპეცსამსახურების საჯილდაო არენად ისინი აქ ებძვიან ერთმანეთს შეიძლება ჩვენ არ გვებძვიან მაგრამ ერთმანეთს ებძვიან ერთმანეთს ებძვიან საქართველოს და გადავერიეკაც მაშინ იყო სერიოზული ხალხი ძალიან მაღალი დონე იყო. ვინჯობნიდა მაშინ 90-იანი. ნუ არ სხვადასხვა. ეხა აი მაგალითად ერთ მაგალითზე გეტყვით. თუ მაინდა ჩვენ მაყურებლის გასაგონად. თბილისში არის ერთი არა ЦРУ განლაგებული ასეთი უცხოური დაზვერვის ობიექტია. სამსახური კაც. განლაგებული იყო, ასე ვთქვათ, ჯობია. ხო და დაკომპლექტებული იყო ერთი ქვეყნის წარმომადგენლებით. და
მიუხედავად დაელაპარაკებოდი, თან ახლები არიან შედარებით. 90-იანი წლის ხალხი აღარ არის. შეიცვალა. როგორც პოლიტიკოსები გახდნენ. პოლიტიკოსების დონე დაეცა ევროპელი და ამერიკელი. აი ესე დაეცა. ხო და მოკლედ იყო ეს ხალხი და რაღაც აქტიურობა იგეგმებოდა როგორც ჩანს. მოკლედ ეს ხალხი უდგებოდა საქართველოს, თან კარკახანი ერთი წელზე მეტი იმყოფებოდნენ. აი უგანდაში და საქართველოში ერთნაირად იქცეოდნენ. აბსოლუტურად ერთნაირი დღის წესრიგი ჰქონდა და მიდგომის წესის ერთნაირი. მუშაობდნენ? ხო, მუშაობდნენ, მაგრამ თუ მუშაობდა უგანდის წესი აქ? არა, ეს ჯერჯერობით ქაღალდზე იყო. ეხლა აპირებდნენ მუშაობას. აი მუშაობა რომ უნდა დაეწყოთ აქტიური ერთ-ერთ კონკრეტულ რეგიონზე იყო მიგანიშნებთ რეგიონს. ბანკში? ხო, აი ამაზე იყო მუშაობა, დაწყებას აპირებდნენ. ჩვენი ერთ დღეს მათ ხელმძღვანელობა მიხვდა რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ აი ერთ წლის განმავლობაში ესენი იყვნენ აბსოლუტურად აი ხო, ნუ პერაფეთ ეს უგანდის დღის წესრიგიდან ვერ გამოვიდა. ჩვენი ერთ დღეს ხედავ რომ ეს ხალხი კაკრა, პაუზა ერთთვიანი და მე გამოჩნდნენ რასაკვირველი ბრიტანელები. რომლებიც ნუ როგორც ხუთითი ისე იცნობდნენ სიტუაციას. ისინი ამერიკელები იყვნენ პირველი. არ საჭირო. მოკლედ ბრიტანელები, ესე იგი ბრიტანელები. ამერიკელებს ცვლიან ხოლმე ბრიტანელები. არა, ავსტრალიელებიც იყვნენ და მოკლედ დომინიონის ყოფილი დომინიონის წევრები. ესე იგი მე ის მინდა ვთქვა ამითი რომ დონე შეიცვალა მეთქი ძალიან დონე. ისინი ახლა ჩვენი დროა მაშინ თუ დონე დაეცა იმას. არა, დონე პოლიტიკური ელიტაც შეხედეთ დასავლეთის, ნუ ეს რა მდგომარეობა და ხნუ არ შეიძლება რამდენი სკანდალები იყოს, თუნდაც კორუფციული, აი იმ ევროკავშირის ხელმძღვანელების მხრიდან და ეს ყველაფერი შეიძლება. აი, მაგალითი ავიღოთ ბატონ მამუკა. აი გამოვლენის ამბავთან დაკავშირებით იგივე ბატონმა მამუკამ დინარაძემ რომ მოსთხოვა ერთად ქვეყანას ჩვენზე გაცილებით დიდ და გაცილებით დიდი და სერიოზული დაფინანსების სპეცსამსახურების თანამშრომლობს ეს რას ნიშნავს იცი? საჭიროთო? ეგ იმას ნიშნავს რომ რაც ბატონმა მამუკამ ეხლა თქვა ჩავარდანას ნიშნავს სპეცსამსახურების მათი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩავარდანას ესმით? რო გაიწვიეს ეს ნიშნავს მე ახლა ამას ვაფასებ როგორც სპეცსამსახურის თანამშრომელი ყოფილი და საფრანგეთმა რო გაიწვია კი მაგაზე ვსაუბრობ ნინო იცი როგორ მოდი ესე გავაკეთოთ ახლა მტერის გვისმენს რა თორე არა ეს ოფიციალური ინფორმაციაა გაიწვია საფრანგეთმა ასე ვიცი ეს რა არის იცით როდესაც ესეთი შედეგი დგება ეს არის მანიშნებელი ის რომ ის ქვეყანა რომლის ასე ვთქვათ დეპორტსაც ითხოვენ და დიპლომატების დეპორტს მოდი კაი შევეშვათ სპეცსამსახური დიპლომატების დეპორტს ითხოვენ საქართველოსთან ვინც არ უნდა იყოს ეგ იმას ნიშნავს რომ ის ქვეყანა შენს წინააღმდეგ აწარმოებდა ძირგამოხრილ საქმიანობას შენი ქვეყნის საზიანოდ გააღიარა ეს უნდა გაიაზროს ყველამ აბსოლუტურად იქნება ეს ოპოზიციაში თუ იქნება ეს ხელისუფლება. ოპოზიცია ან ვინმე როგორ გაიაზრებს თუ ეხმარებოდა. არა, ეს ეხმარებოდა ერთია, მაგრამ იქაც ოპოზიციაში შეიძლება არის ჯანსაღია და მე ვიცნობ ადამიანებს ზოგიერთებს ეხლა ვიცი რა, მაკავშირებს ბექგრაუნდი ძალიან ისე და ვიცი მათი განწყობებით სერიოზულიც. ისინი ამაზე ხელის მოუწერი 100 წელიწადი არ არიან. არც ერთი ხო და მათაც აინტერესებს და უყვართ ავიანთ ქვეყანა ისე როგორც შეიძლება მე მიყვარდეს და ნებისმიერ ჩვენთან გასუყვარდეს. არ არის ეგრე. აქ პოლიტიკურ ბრძოლაზეა საუბარი, ხო? და იმ შეფასებებზეა საუბარი და იმ კატეგორია ადამიანებზეა, ვისაც ხელი აქვს ისა რა ქვია აღებული თავის ქვეყნის ინტერესებზე და უშუალოდ ემსახურება ამ კატეგორია ადამიანებს. ზოგადად ისინი აწარმოებდნენ ამას ახლა. ისინი იყვნენ ამის სათავეში და მე მინდა მადლობა უთხრა აი ესეთი გამბედავი ამას დიდი ქვეყნები ვერ აკეთებენ. გესმით? ეს მეც გამიკვირდა სიმართლე გითხრათ. ამას თქვენ და არა ამას დიდი ქვეყნებიც ვერ ბედავენ. რო ესეთი ის გააკეთონ, რა ქვია, ჟესტი გააკეთონ. ეს არის პოლიტიკური ხო, ალიყურის ის არის. ამიტომ ჩვენი მე რო ვფიქრობთ, რომ აი იქიდან პარტიები იქნება და რაღაცები და მე რო გვიკვირს აქ რო კიდე პოლიტიკურ აქტივობაზე გადმოდიან და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს ბუნებრივი პროცესი. საჭირო იყო სხვათა შორის თქვენ როგორც ამ დარგის და მიმართულების სპეციალისტი გითხავთ. საჭირო იყო ასე ოფიციალურად ამის გაცხადება? ზოგ შემთხვევაში საჭიროა. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო იყო.
იმიტომ რომ რაღაცა უნდა დასრულდეს რა, რაღაც პროცესი რომ მიდის, იმას ახლა თუ მის ლეგალიზაციას სხვადასხვა ფორმა არსებობს. ლეგალიზაცია მაგალითად დაიჭირე ხო, იგივე როგორც ახლა გულბად ხილაძის შემთხვევაში მოხდა, მე არაფერს არ ვამბობ, ის დამნაშავეა თუ არა, ამას სასამართლო იმჯელებს ხო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩათვალა სპეცსამსახურმა, რომ ლეგალიზაციისათვის საჭირო იყო ამ ღონისძიების განხორციელება, განახორციელა. ჩათვლის სპეცსამსახური ვერ ახორციელებს სხვანაირად, ამას შეიძლება სხვა გართულებები მოყვეს, მაშინ ირჩევს სხვა ფორმას ლეგალიზაციის. და ეს იყო ერთ-ერთი ფორმა, ლეგალიზაცია სტანდარტული, ქრესტომატიული განხორციელებული ნორმა, რასაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები აკეთებენ. კი, რასაკვირველი ეს ასეა. ხომ მე მართალი კითხავდი ხარ ვარ თქვა შეიძლება რა. გუბაზის ეს გულბათის საკითხი ძალიან მაწუხებს და უძილაური საკითხი ძალიან მაწუხებს, მაინც კოლეგა ჟურნალისტი. ხო და რაღაცა მინდა რომ არ იყოს ასე, მაგრამ ხო როგორ არის სინამდვილეში მართალი კითხრათ არ ვიცი. დიახ, და სხვადასხვა ეს ნიშანი იმ თავით იყო ნიშანდობლივი, რომ როდესაც დაიწყო აი ამ ჯაშუშების გამოვლენაზე ლაპარაკი შესაბამისმა სამსახურმა, ესენი იყვნენ ეთნიკური ქართველები და საქართველოს მოქალაქეები, ხო და გასაგებია ისინი ვიღაცაზე მუშაობდნენ და ის მეორე მხარე არ იყო დასახელებული და უკვე მოსალოდნელიც იყო რომ ის განცხადება, რა განცხადება დინარეზე გააკეთა, რომ გაიწვია სისხლის სამართლის კოდექსში იყო მუხლი ესე სამშობლო ღალატის გარდა იყო შპიონაჟი. შპიონაჟი კი მახსოვს კი იყო შპიონაჟი. აი შპიონაჟის მუხლით ასამართლებდნენ ზუსტად აი ამ დიპლომატებს და სრული უფლება ჰქონდათ და აქვთ სპეცსამსახურს რომ შპიონაჟის მუხლით დააკავონ და თავის ტერიტორიაზე გაასამართლონ შესაბამისი ასე ვთქვათ კანონმდებლობა. თუმცა ჩვენ გვახსოვს რა მოყვა 2006-ში იყოთ ხო სააკაშიმა რო დაიჭირა რუსი ჯაშუშები რო გადასცა. ესე რუსეთშიც დაიჭირეს ქართველი დაიჭირეს და ამას 28 წელი მოყვა შემდეგ და 9 ადამიანი დაიჭირეს. 9 წელი იყო თუ 9 ადამიანი. 9 და ხო არა მე ვამბობ რომ 2006 წელს 2008 წლამდე. მე სხვა რამეს ამბობ. კი ბატონო, მე სხვათა შორის 2008 წლის ომის შემდეგაც დააკავეს. მე მგონი აღარც აღარავის ახსოვს ის ადამიანი. განთავისუფლებული არის ნაწილი და ნაწილი ისე ვიხდი საჯელს მე როგორც ვიცი. კი. ნუ ეხლა თუ შპიონი კი ბატონო, მაგრამ ეხლა მე არ ვიცი ჩვენამდე რა გვაქვს იმის საშუალება რომ უცხო ქვეყნის ჯაშუშები აქ გავასამართლოთ და მიუსაჯოთ არ ვიცი. ამიტომაც იყო ის განცხადება რომელიც გაკეთდა რომ კი ბატონო, მე ყველაზე მეტად სხვათა შორის მეორე მხარის რეაგირება გამიკვირდა, რატომ გაიწვია და ეს მინდა რომ თქვენ რაღაცნაირად ამიხსნათ და განმიმარტოთ, იმიტომ ჩემზე მეტი არის კოდეს თემა, იმიტომ რომ ეს კი ბატონო, რატომ მიreagiira საფრანგეთმა, ხო? რა ასე ძალას წარმოადგენს საქართველოს დიპლომატიური ნოტა. აი საქართველოს რისი დაზიანება, აი რა პრობლემის შექმნა შეიძლება. იმიტომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართლის ნორმები. ანუ მაინც მუშაობს რა თქმა უნდა ის მაინც მუშაობს ახლა გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ არეულია სიტუაცია ჩამოშლილია თუ არა საერთაშორისო ხო ეს მაინც მუშაობს და მაინც იმუშავებს რა ჰააგაში არ დგება ეს რა ქვია სასამართლო პროცესები დღესაც მიმდინარეობს ხო ხო მაგრამ მაგალითად აი ნეთანიაჰუს ეს არ უშლის ხელს ხო არ უშლის ხელს მაგრამ ეს საკითხი სხვა მხარეა შეიძლება გავიდეს გარკვეული პერიოდი და მერე შეუშალოს ეს ესე იქნება ყოველთვის და ვანამკა მე თქვენ კითხეთ და მე რაღაც მგონია რომ არ მიპასუხეთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იქნება ხელსაყრელი რომ იპარტნიოროს ჩვენთან როგორც ჩინეთის პარტნიორთან ან როგორც რუსეთის პარტნიორთან აი როგორ არის შესაძლებელი ინტერესების დამთხევა და საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი და მარტო საქართველოს შეუძლია თუ არა ის თუ უნდა დაემთხოს ეს ინტერესები საქართველოშიც სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ცირა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოცემულა პროცესი სომხეთის აზერბაიჯანის განსაკუთრებით საქართველოს და აზერბაიჯანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა აი ამ გზის მუშაობის საქმეში ხო ესე არა ეხლა სომხეთიც არის ამაში ჩართული დავის ტრამპის კორიდორით მოკლედ ასეა თუ ისეა სამივე ქვეყანას უნდა რომ კონდეს ფუნქცია ამ თვირთების გატარების სხვადასხვა ფორმით ამ დასაწყობების თუნდაც ყველანაირი მოკლედ ინფრასტრუქტურული მოხმარების ესე იგი ერთნაირი პოზიცია მეტნაკლებობით არსებობს ხო
ეხლა რაც შეეხება სხვა დანარჩენს, არის ქვეყნები, არის მსხვილი მოთამაშეები, რომელთა ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, თქვია რა ეს ამბავი. ეხლა დაბალანსება შესაძლებელია. დაბალანსების მომხრე, რამდენადაც მე ვხედავ, არის ამერიკის შეერთებული შტატები. არ ჩინეთია წინააღმდეგ. დაბალანსების, იმიტომ რომ ესე იგი არ არის ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგი, რომ ჩინეთმა ესაქმე ქნას. სოშიზ ერთი რამეს მინდა მიაქციოთ ყურადღება. ეს შუა დერეფნის ამბავი, რომ ჩვენ რატომ გვგონია, რომ შუა დერეფანი პეკინიდან ვიდრე იმ ლონდონამდე. ამ დროს ეს შუა დერეფანის ეს სეგმენტურია. შეიძლება შუა დერეფანი ჩავთვალოთ, რომ შუა დერეფანია მაგალითად ალმატიდან იმამდე ფოთამდე. ეგეც არის და საერთოდ ბაქოდან ფოთამდე. ეს ყველაფერი შუა დერეფანია. იმიტომ რომ ერთია ჩინეთიდან ამ პროდუქტის წარმოება ჩინეთში დამზადებული და მეორეა ენერგომატარებლების და იშვიათი მეტალების ტრანსპორტი, აგერ თქვათ, იგივე ტაჯიკეთიდან იქნება თუ უზბეკეთიდან იქნება თუ ყაზახეთიდან რაც თავარია, ან ენერგომატარებლები ამავე რეგიონიდან. ესეც შუა დერეფანია. ასე რომ აქ შეიძლება ყველას ინტერესები დაალაგო ისე, მოკლედ ამერიკელებისთვისება მე უნდა ვიყო, მაგრამ მარტო არა, თუ მინდათ ვიყოთ ერთად. მე უნდა მქონდეს 10%, თქვენ გქონდეთ 9.5%. აი პრიმიტიულად ეს ინგლისელებს ჰქონდათ თვისება, რომ მარტო მე უნდა ვიყო გიჟივით ბრიტანეთის იმპერიას თავის დროზე, მაგრამ შეიცვალათ, რომ ეხლა მოკლედ ესეა. ამერიკისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთოდ დასავლური პოლიტიკური ელიტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ თურქეთის ინტერესებით შეზღუდოს. არ კონდეს თურქეთს ეს დიდი ტურანის თემა კი არის, ესე ვთქვათ, ბრიტანელების ხელდასმული, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ შენ იმაზე მაღლა ახტე, ვიდრე ჩვენ გაძლევთ ამის საშუალებას. ამიტომ ყველა უნდა იყოს გარკვეულ თანაბართან დაახლოებულ პირობებში. თურქეთსაც თავისი ადგილი უნდა კონდეს, რუსეთს ხომ მithumetes თავისი ადგილი უნდა რუსეთზე გარესმის ხანდახან ხოლმე სამწუხაროდ. და ჩინეთი მზად არის ამ თამაშისთვის. თავარია მისი პროდუქცია მოხდეს ევროპულ ბაზარზე. და ესე იგი არ არის აუცილებელი რომ მანდამაინც პორტი ჩემი იყოს. თუ გაუვა, იქნება პორტები, ისე როგორც არის საბერძნეთში პორტი და მაშინ რა ქვია სერბეთში და სხვაგან, მაგრამ თუ არ გაუვა, არა უშავს, რკინიგზა იყოს ჩემი, რკინიგზის ნაწილი იყოს ჩემი, ორთქმავალი დამით. მოკლედ მე უნდა ვიყო ამერიკელებიც დაახლოებით აი ამაზე მეც უნდა ვიყო, ისიც უნდა იყოს. აი ეს არის დასავლაგებელი. რუსეთს არ უნდა, რუსეთს უნდა რომ თვითონ იყოს და მისი ფსევდომოკავშირე ჩინეთი ან ირანი. იმიტომ რომ ეს ქვეყნებიც რუსეთთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში ჩვენში დარჩეს არ წამოხსდეს არ იყენებენ რუსეთს. ეხლა ხო გეუბნებით ხშირად მithქვამ ჩინეთისთვის ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინასთან რუსეთი იყო მოძმე ქვეყანა. ეხლა არის მე გახდა პარტნიორი. მე უფროსი პარტნიორი გახდა ჩინეთი. ეხლა არის რუსეთი აღარც პარტნიორი აღარ არის, უბრალოდ აი მისახედი ბავშვია რა, იმიტომ რომ მაინც ჩვენიანი იყო. ეგეთ დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა რუსეთთან ჩინეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების ტემპი, სამხედრო განვითარების ტემპი, ეკონომიკური ბევრად უფრო მაღალია და ეს ომში ჩაძირა. ის დრონები, რობოტები არის შემზარავი სანახაობა რა შეიძლება. შემზარავია თუ არა შემზარავი, დღეს არის სხვა განვითარების ტემპი აქ და მოსკოვში ვერ მოახერხეს აი ამის თავისი უზარმაზარი რესურსის მიუხედავად აი ამ ფეხის აყოლა აი ამ ტემპისთვის ვერ მოახერხეს. მე მაგალითად თვლი რომ ჩვენ ჩამორჩებით გარკვეულწილად ამ ტემპს, თუნდაც რომელსაც ჩვენი მეზობელები ითვისებენ, ხო? დატა ცენტრები შეიქმნა იმაში, რა ქვია, ერევანში, აქ აზერბაიჯანელები ძალიან შორს წავიდნენ ამ ხელოვნური ინტელექტის ათვისების საქმეში. უნდა მივყვეთ ამას აუცილებლად, ბევრი რამე უნდა გადავდოთ გვერდზე და აი ამ კონტექსტში ამ ტემპი ამ რა ქვია, ამ ფორმატში ჩავჯდეთ. დიახ. ძალიან შორს წავედი ხო გადა. ონისე არა, 50,000 ჰექტარზე რო იმას აშენებენ, რა ქვია. რას? სტუდქალაქსო. ჩვენმა განათლების მინისტრმა რო თქვა. ეგ არ გამიგია და რა ვიცი 50,000 ჰექტარი სულ არის საქართველოს როგორ ხო 500 კვადრატული კილომეტრია და 503 კვადრატული კილომეტრია სულ თბილისის ტერიტორია და თბილისის ხელა იმას რა ქვია კამპუსების მშენებლობას აპირებენ ეს ისე რა
აი ბატონო აღნიშნა რომ რაღაც უკვე უმცროსი ძმის როლში არის რუსეთი, მაგრამ უმცროსი ძმის უმცროსი ნაბოლარა ძმის როლშიც რომ იყოს რუსეთი მთელ მსოფლიოში, მას თქვა ძალა ჩვენზე ზემოქმედების ეყოფა და ექნება გამომდინარე იმით, აი ბერკეტიდან, რომელიც აქვს ჩვენი სეპარატისტული რეგიონების სახით. თქვენ ბრძანეთ რომ გადმოინაცვლებს და ეს მართლაც არაერთხელ გითხოვთ ბატონო კოტე, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული იქნება ვაია და თქვა დამარცხებული და გაბოროტებული უია. სამხრეთ კავკასიაში შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებებიო. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მიმართულებები ჩვენთან დაიწყებს აზერბაიჯანთან როგორ შეიძლება ეს ხელწერტილად აქციო სამხრეთ კავკასიაში წინააღმდეგ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მას შემდეგ რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს უნდა ვაღიაროთ. ეს ჰიბრიდული ომის არის აქტიური ფაზა იყო ხანდისხან, ხან არ არის აქტიური ფაზა, ხან ეს გამოიხატება სპეცსამსახურების დონეზე მათი საქმიანობით, ხო? ძირგანუთრელი საქმიანობით და ასე შემდეგ, შიდა არეულობით და ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ამიტომ ვამბობ, რისთვის აკეთებს ამას? იმისათვის რომ თავისი გავლენა უზრუნველყოს საქართველოში, ხო? პოლიტიკის გავლენა. მოდი, აი ეს რაც დაფარული არის და იგივე აი ეს ჭიდილი და ეს ჭიდილი არსებობს ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. მე ამის მოსწრე ვარ თვითონ. და თვითონ მიწევდა ამ სპეცსამსახურების ფრონტზე მოღვაწეობა ჩემი კუთხით, ჩემი განხრით მათი სპეცსამსახურების წინააღმდეგ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ხო, მაგრამ არის ხანდისხან დგება ამ ურთიერთობებში პერიოდი და დრო, როდესაც ხო, ყველაფერი უნდა ითქვას ღიად და უნდა გადავიდეს ეს დიპლომატიურ რანგში და დიპლომატიური საუბრების თემა უნდა გახდეს. იმიტომ რომ არ შეიძლება ამის ესეთ მუდმივ რეჟიმში ყოფნა, მე დავიჭირე თქვენი აგენტი გამოვავლინეთ, თქვენ დაიჭირეთ ჩემი აგენტი გამოვავლინეთ, იქ რაღაცა მომიწყეთ, იქ სახელმწიფო გაატრიალებას მიწყობთ, ეს გაუთავებლად არ შეიძლება ამისად. ვერ ამყოფებ შენ სპეცსამსახურებს გაუთავებლად ამ მდგომარეობაში. ამიტომ საჭიროა პოლიტიკური ნების გამოვლენა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამისათვის საჭიროა პოლიტიკური დიალოგი, ამისათვის საჭიროა თუნდაც ის თემა, რომელიც მე ვახსენე სათავეში დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს არის საჭიროა თემა. შენ სახელმწიფოდ არ ახარ შემდგარი, იმიტომ რომ ვერ გიწოდებენ სახელმწიფოს თუ შენი საზღვრები დემარკირებული, დელიმიტირებული არ აქვს. ხო? ეხლა სომხეთთან მიმდინარეობს სომხეთთან უკვე შეთანხმებული აზერბაიჯანთან გვაქვს პრობლემები და რაღაც ეს საკითხები უნდა ითქვას ღიად. ეს საკითხები უნდა იყოს ყოველდღიური, ასე ვთქვათ, რუტინა საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის და ამ უწყებისათვის და ამაშიც უნდა იყოს ჩართული იგივე სპეცსამსახურები თავისი მონაწილეობის კუთხით, ინფორმაციის უზრუნველყოფის კუთხით და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს დღესდღეობით აი ესეთი სამუშაო არ ხორციელდება. ანუ ფაქტიურად ის თამასა, რაც ის ბრძოლა, რაც მიდიოდა ამ უნდა ამოვიდეს ზევით და პოლიტიკოსები უნდა დაждდნენ ერთმანეთთან სალაპარაკოთ. მათ შორის მტრებთანაც არის საუბარი საჭირო. მათ შორის შეიძლება მოინახოს ფორმატი, სამხრივი ფორმატი, იგივე დიდი სახელმწიფოების მეშვეობით და ამის ინიციატორი შეიძლება გახდეს საქართველო და თვითონ თქვას, რომ მაგალითად მე ამერიკელების, ჩინელებისა და რუსების მონაწილეობით სურს საუბარი იმისათვის რომ დავალაგო ურთიერთობები იგივე რუსეთთან. ინიციატივებია საჭირო. რა თქმა უნდა, ინიციატივები საჭიროა. საჭიროა ეს მაგალითად რა შეუძლია 3+3 კი არა 3+5 მაგალითად. ხო, რაღაცა ამიტომ ყოველთვის ამ მდგომარეობაში, გაყუჩებულ მდგომარეობაში ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ რეგიონია თვითონ ისეთი, რომ არის ფეთქებად საშიში, ყოველთვის ასეთი იყო და ყოველთვის ასეთი იქნება მთელი ჩვენი ისტორიის სანამ საქართველო იარსებებს და სანამ სამხრეთ კავკასია იარსებებს. იმიტომ რომ მონებრია რა ვქნათ ახლა ესეთ იმაში ვცხოვრობთ. ჩვენ გაგვიძლია ამისთვის, გაგვიძლია გვაქვს 2026 საუკუნოვანი ისტორია, ხო? და მონებრია ეს გაგრძელდება იქნება მანამ, სანამ ჩვენ ქართველები ვიარსებთ, ხო და არ გადავშენდებით. მე იმედი მაქვს, რომ არ გადავშენდებით, იმიტომ რომ
აი ეს ახლა მეც იმედი მაქვს და ბატონო თქვენ როგორ ფიქრობთ აი ის რომ BBC პასიურია ინიციატივების შეთავაზების თვალსაზრისით ეს არის გამართლებული სიფრთხილეა თუ გაუმართლებელი სიფრთხილე და კიდევ ერთი თქვათ იგივე რასაც ბატონი კოტე ამბობს რომ საჭირო არის ლაპარაკი და რა თქმა უნდა ყველასთან საჭიროა ლაპარაკი თუ არის ლაპარაკი სხვანაირად არ გამოდის ხო არაფერი მიდის ამისთვის აი ეს ვიზიტები შეხვედრები პოზიციების გამტკიცებისთვის კეთდება ცენტრალურ აზია ხო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია ხა ვიღაცას გონია რომ ამოხდა უზბეკეთის ჩამოვიდა ხო რა ვიღაცა შეიძლება ასე დროს იგზნობა ჩარჩო კი აი ეს ჩარჩო აი კორიდორის ჩარჩო ეს იგზნობა კი რასაკვირველია მაგრამ კოდეს ნათქვამის არ იყოს ყაზახეთი დღეს არ არის ხელმძღვანელობის სახელმწიფო ყაზახეთი არის საკონზო მნიშვნელობის სახელმწიფო არა მხოლოდ შუა დერეფნის თვალსაზრისით არამედ რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით მოსკოვი ძალიან იძულებულია ბევრ რამეში ანგარიში გაუწიოს ყაზახეთის პოზიციას იგი თუნდაც შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით იქ ძალიან სერიოზული დერუსიფიკაციის პროცესი მიდის რომელიც მოსკოვისთვის უაღრესად გამაღიზიანებელია მაგრამ მოსკოვი ამას იტანს იმიტომ რომ იცის რომ ყაზახეთის მნიშვნელობა ასაკურელი ყაზახეთის თავის სუსტი წერტილები 1200 კილომეტრია თუ არ ვცდები რუსეთთან საზღვარი რომელიც არ შეიძლება იმის თქმა კონკრეტულად რამდენად სწორი საზღვარია რა ეხლა იქ ძალიან სერიოზული თემაა მაგრამ მათ დადგენილი აქვს საზღვარი ალბათ დემარკირებული აქვს საზღვარი მაგრამ ეს მაინც რუსეთისთვის ხო საერთაშორისო ნორმები აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს კარგი მოკლედ ეხლა ეგ არ არის მთავარი ის არის რომ აი მე ესე მგონია რომ მზადება მიდის აი ამ სერიოზული მე ესე მინდა ვიფიქრო მზადება მიდის იმისათვის რომ ესეთი ტიპის სერიოზული ინიციატივები იქნეს წარდგენილი და ესე იგი თბილისი წარდგენილი რუსეთისადმი თუ ყველა ცენტრისადმი ჩინეთი ამკენოთან ალბათ მე ესე მინდა რომ ვიფიქრო რომ ესე იგი საქართველოს ხელმძღვანელობა თulis რომ რაღაც ნაბიჯს რო გადადგამს რაღაც ინიციატივით რო გამოვა მას ვიღაცა უკან ედგეს არ არის აუცილებელი ეს იყოს მფარველი ეს იყოს ძლიერი მოთამაშე ეს არის აუცილებელია იყოს ქვეყანა რამოდენიმე ქვეყანა მაინც რომელიც ერთ პოზიციაზე დგას ესე იგი საქართველოს ხათრით კი არ იყოს ეს ამბავი საქმის ხათრით იყოს პრინციპის პოზიციიდან გამომდინარე აი რაც მე ვთქვის სამეულის სამხრეთ კავკასიური სამეულის შემთხვევაში ხა წარმოიდგინე რომ აი თქვა ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ერთი პოზიციით გამოვიდა ეს უძლიერესი პოზიცია იქნება და მას ვერ არიდებს თვალს ვერც ჩინეთი ვერც ამერიკის შეერთებული შტატები და ვერც რუსეთი. და სხვათა შორის კიდევ ერთი საინტერესო თემა ერთიანი პოზიციით გამოსვლა არის მათი ინტერესი თუ ისინი შეუშლიან ხელს რუსეთი იგივე ჩინეთი იგივე ამერიკის შეერთებული შტატები. გააჩნია რა ტიპის წინადადება იქნება თუ ეს დაკავშირებული იქნება საერთო ეკონომიკურ ხვალინდელ დღესთან შესაძლებელია ეს ემთხვეოდეს ეს ინტერესები ემთხვეოდეს ერთმანეთს. აი მე ასე მინდა დავიჯერო მე ხას უსვამ სიტყვა მინდა დავიჯერო რომ ამაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ ქვეყნებთან. სხვათა შორის არც აი მარიამ ქვრივიშვილი იყო მე ქალებს არაფერს არ ვერჩი პირიქით. აი რატო შეირჩა ის აი მას შეეძლო რამე გარდამტეხი შეეტანა გარდამის რომ ვიზუალურად კარგი გაზდა ქალია. არა, ანუ მას დელეგაცია სწორად არის შერჩეული, თქო, ეს დელეგაცია იმას ამბობს, რასაც ანუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ეკონომიკის მინისტრი და ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრი. დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც არა, ალბათ მე თან ნახე TikTok-ში ის იყო, რომ აი ეს ძალიან ახტოვანებული უყურებდნენ ეს, რომ ლამაზ ანუ ამ კუთხით ის როგორ არის, მე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი საკითხები ხარ, ვინ იყო დელეგაციის. არა, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ მე თვითონ მაინტერესებს, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრების დონეზე თუ რა დონეზე არ ვიცი მე ხო სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არა ვარ მე და კოტე ვარ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ წესით მართველი პარტია არა პარტია რა შეთ კონკრეტულ პიროვნებაზე პრემიერ-მინისტრი იღებსო თუ ვინ იღებს ეს არა პრემიერ-მინისტრი და ისინი ინიშნებიან მას მერე რაც პარტია მოდის ხელისუფლებაში და იმას შვება რა ქვია იკავებს იმ თანამდებობებს ხო ისინი ნიშნავენ პარტია ფაქტიურად განსაზღვრელი პარტიამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა საკითხთან დაკავშირებით.
ვთქვათ, აი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. ხო, ჩვენი მთავარი ინტერესი. ხო, ჩვენი მთავარი ინტერესი არის ეს. ეხლა თუ შეიძლება რომ ჩვენ დაგვრჩა კიდევ 20 წუთი, რომ ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ სხვებს აი ამ დიდ მოთამაშეებს თუ ჩავეტევით 20 წუთში, 2-3 სიტყვით მაინც ვთქვათ, მათი ინტერესი რა არის? მათ რა ფუნქციისთვის ჭირდებათ საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასია. რო ავიღოთ ეს პოლიტიკური ცენტრები, ხო, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ეს ბრიტანეთი არ ვიცი, საით მივაკუთვნო ამერიკის შეერთებული შტატებს თუ ცალკე, თქვა რუსეთი შეიძლება მიაკუთვნო ნებისმიერ. კი ბატონო, რუსეთი იქნება თუ დიახ ჩინეთი იქნება. მათ რა უნდათ, მათ რა ფუნქციისთვის ვჭირდებით ჩვენ? ჩვენ გასაგებია მათგან რა გვინდა, მაგრამ მათ რა უნდათ ჩვენგან? მათ გეოგრაფია ჭირდებათ. და ჩვენ პოლიტიკა გვჭირდება. ყველას რასაკვირველია გეოგრაფია ჭირდებათ. ეს სივრცე რადგან გამოვიოპო, რადგან ეს გეოპოლიტიკურად აქტიური გახდა ეს სივრცე მთლიანად, აქედან გამომდინარე ჩვენი გეოგრაფია ჭირდებათ პირველ რიგში და გეოგრაფია რადგან ჭირდებათ ლოიალური ხელისუფლება ჭირდებათ. ასეც არიან მიჩვეულები ეს გამომდინარე. ან პლაცდარმი? პლაცდარმი. მაგრამ ჩვენ ჭირდება ესე ვთქვათ პოლიტიკური ურთიერთობები და ანგარიშგაწევა, ხო? აქედან გამომდინარე ახლა ამაზეა ჭიდილი რა, გაუთავებელი ჭიდილი რომ ჩვენ შევეცადეთ აი რასაც ლაპარაკობს ჩვენი ხელისუფლება სუვერენიტეტის გაძლიერებასთან დაკავშირებით ეს ხო გარკვეული ობიექტური პირობებისგან გამომდინარეა რომ ამ თემაზე იძულებული გახდნენ საუბრები დაეწყოთ. საბოლოო ჯამში სურათი ასეთი იკვეთება. ეს რეალობაში ასეა თუ არა მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მე ვთქვი სურათი როგორი იკვეთება. საქართველოს ხელისუფლება ისევე როგორც მაგალითად ბაქოს ხელისუფლება ცდილობს რომ მისი მე აი მარტივად რო თქვა. ესე იგი შემოსავლიდან განაწილება რო იქნება მე მეტი უნდა შემხვდეს. ესე იგი როგორც ადრე 5% კი არა და შენ 95% კი არა, ეხლა მე 25% და 75% შენი იყოს. აი დაახლოებით ეს არის რა. აი ამ 25% შედის პატივისცემაც, ფულიც, პატივისცემაც, ეკონომიკური დივიდენდიც და ყველაფერი, მაგრამ პატივისცემაც შედის. და გამითვალისწინე მე როგორც მოთამაშე სრულუფლებიანი და არა გეოგრაფია. ეხლა მე ეს რა შემოსავალი იქნება ისეთი რომ ყველას იყოს. რამხელა რეგიონია ცენტრალური აზია და კავკასია. რამხელა რეგიონია. აიცი როგორ არის, როგორ გითხრა ხა ამ შემთხვევაში კი დასმულ კითხვაზე შევეცადე პასუხი გამეცა რა სიტყვის ჩვენი ქვეყანა. კიდევ მაგრამ ეხლა მოდი ესე ვთქვა რომ აქ თუ ჯგუფური თამაშის პრინციპები არ შეიქმნა, მაშინ თულა ვლაპარაკობთ რა. ჯგუფური სამხრეთ კავკასიის შუაზე. სამხრეთ კავკასიის შუაზე პატარა ქვეყნები, დიდი ქვეყნები. აი რაღაცნაირად ესეთი კონფიგურაცია უნდა ჩამოყალიბდეს, ამაზე ვთქვი თუ არა ერთხელ. პატარა ქვეყნები, დიდი ქვეყნები. არის პატარა და საშუალო ქვეყნები. საშუალო ქვეყნებია მაგალითად იგივე მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს უზარმაზარი ამბიცია აქვს და ირანს იმ ფონზე რაც რუსეთია, ამერიკა და ჩინეთი, ესენი საშუალო ქვეყნებია, ხო? აი აქ არის ძალიან რთული ლაბირინთია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება იცი როგორ არის რომ თურქეთმა და ირანმა ერთმანეთი დაანგრიეს თავის დროზე მე-16 საუკუნეში ამოჟლიტეს გაანადგურეს მაგრამ ამასიის ზავით დადეს 1555 წელს და გაიყვეს ეს საკითხი. რაღაცა ქონდათ გასანაწილებელი. ხო, აი ზუსტად ეს სიტუაციაა და შენ ამ შემთხვევაში ანაწილებ და ეუბნები რომ თქვენი წილი ყველა შეგხვდებათ. მაგრამ ჩემი წილი მარტო ის მოსაგდები წილი კი არ მინდა, სრულუფლებიანი წილი მინდა მივიღო ჩემი პატარა ქვეყნის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემი პატარა რეგიონის ქვეყნების პრინციპიდან გამომდინარე. და ბატონო ეს რუსეთის მისაღების სქემა იქნება, რომელიც ყოველწლიურად დომინირებას. თუ რუსეთი ინტერესის გათვალისწინებული და აი ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი იმუშავებს დიფერენცირებულად და პრინციპულად, ნუ ეს შედგება ეს კი არ იქნება დამოკიდებული გადაკეთავს აზერბაიჯანი თუ არ გადაკეთავს ამ რუსულ კორიდორს დერეფანს. აი რაღაცა მოკლედ ეს ყველაფერი მოგვარებული იქნება ერთ ჩარჩოში იქნება მოქცეული და თურქეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების გავლენები არ გაიზრდება ისე უსაზღვროდ რომ რუსეთის ინტერესები შეიზღუდოს შესაძლებელია ეს ვითარება დაალაგდეს შესაძლებელია და თქვენ ვერ დაასრულეთ ბატონო თქვენ გეკითხებოდით რუსეთისთვის ეს არის ხელსაყრელი რომ ყველა იყოს წარმოდგენილი თუ თავის დომინაცია მაინც მისთვის მნიშვნელოვანია და თავის ანგარიშს გაუწევს და ყოველთვის უწევდა ძალას. რა თქმა უნდა, ეხლა
ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ მინდა გითხრა სიტუაციას დღეს სამხრეთ კავკასიაში და ადეკვატურად პასუხობენ იმ რისკებსა და საფრთხეებს, რაც არის, ხო? თუნდაც ყარაბაღის კონფლიქტის დროს მათი პოზიცია მე ვფიქრობ ეს იყო აი ბოლო 40-45 წლის საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული პერიოდიდან იყო ადეკვატური პოზიცია. ისინი არ ჩაერიდნენ. სომხეთი დაკარგეს ეს ხო, არ არის პრობლემა მათთვის. სომხეთის დაკარგვა როგორ არის? იცით, სომხეთი ვერ დაკარგეს და რატომ? გიუმრის ბაზა რო დარჩა. გიუმრის ბაზა არ არის მარტო, იქ არის ხელშეკრულება და რომელიც ფაქტიურად ესე იგი მთელ საზღვარს რუსეთის FSB ჯარები იცავენ. სომხეთის ეს დასათვალისწინებელი ფაქტორია და ბევრი ძალის დასაბალანსებელი ფაქტორია. თუნდაც იგივე აი ტრამპის დერეფანის აი ამ თემატიკასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელი ფაქტორია. თუნდაც იმისათვის რომ აი ეს დერეფანი რო ასე თქვა ფარატინა ქაღალდია ჯერ და ვერაფერი ვერ იქნება ხო მომავალში და მხოლოდ ეს ქაღალდზე დაწერილი რაღაცა დეკლარაციის ფორმა აქვს ამის პასუხია ელემენტარულად იმიტომ რომ ზოგჯერ იცით რა არის ზედაპირულად უყურებენ აი ამ საკითხებს და არ იციან თუ რა ხელშეკრულებებია აი მოთამაშე ქვეყნებს შორის მაგალითად იმ ხელშეკრულებით რომელზედაც ხელი აქვთ მოწერილი იმაში 9 ნოემბერს მოეწერა მგონი ხელი 2020 წლის მოსკოვში აზერბაიჯანს შეთანხმებაზე საუბარი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხო იქ ბევრი ისეთი საკითხი და ნიუანსი არის განსაზღვრული რომ რკინიგზის აღდგენაზეა საუბარი არავის ეკონომიკური გათვლები არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით იგივე დერეფანთან დაკავშირებით ხო ასე შემდეგ ამიტომ რუსეთის ინტერესი არის აღარ არის მთლად ისე რომ ითქვას ეხლა ბუნებრივია ნატო ყავს აგერ ნატოს ორი ქვეყანა რუმინეთი აგერ არის და თურქეთი აგერ არის ხო და მარტო იმის ძახილი რომ ნატო მომიახლოვდა და ამის გულისთვის უნდა ის არა დააქტორო ფინეთის უკვე გვერდზე ყავს ხო აგერ ნატოს წევრი ქვეყანა მაგრამ ნატო ეს არის სიტყვის მასა იქ გავლენის სფეროებზეა საუბარი და ძველი დიდების დაბრუნების თემაზეა საუბარი ზუსტად რა ეს ძველი დიდება სხვათა შორის მათ ამერიკელებისა და ბრიტანელების გარეშე არ დაუბრუნებიათ მინდა გითხრათ იმიტომ რომ ეს კარტელი მათ შორის გარიგება ფარული გარიგება არსებობდა და ეს გარიგება დღესაც არსებობს თუნდაც ის შეხვედრა ტრამპის ალიასკაზე და პუტინის ამაზე მეტყველებს და თუნდაც ის რასაც დღეს ბოლოს აი ამ ბოლო პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში რუსეთი უკვეთებს დანიას ხო ეს არის გრენლანდიასთან მიმართებაში ეს არის პრაქტიკულად აი ამ გარიგების შედეგი როგორი ეს ყინულმჭრელები მიაყენო გრენლანდიის საზღვარს და იქ რა ჩართო მთელი ისეთი სისტემა რომ მთლიანად მოწყვიტო იმას რა ქვია კავშირით და შეპირდა იმას რა ქვია გრენლანდიის ხელისუფლებას რომ მე რუსეთი თუ ამერიკა რუსები ამაზე სხვათა შორის არ საუბრობენ და სამწუხაროა რომ არ საუბრობენ ჯერჯერობით იმიტომ რომ ამერიკის საქმეს აკეთებს ფაქტიურად რუსეთი და ამერიკა ერთ საქმეს ერთ იმას რა ქვია ჩtildeოთ ამ პოლარულ სივრცეს ეპატრონებიან და სხვათა შორის ის პროექტი რომელზედაც ხელი მოეწერა მათ შორის ეს არის 14 მილიარდიანი პროექტია ჯერ საწყის ეტაპზე ასათვისებლად ეს არქტიკის ათვისებაზეა საუბარი აქ ორივე მშვენივრად მონაწილეობს ერთმანეთთან და ზოგიერთებს ავიწყდებათ რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მეზობლები არიან და 4 კილომეტრი ყოფთ მათ საზღვარს სულ ერთმანეთისაგან ხო იქ კიდე პროექტი შედგენილი კიდე რაღაც პროექტი აქვს შედგენილი ერთმანეთთან აი ამ ამერიკის შეერთებული შტატების აი ამ იმაში ჩართვას სარკინიგზო გადაზიდვების და ასე შემდეგ ხო ესე იგი თუ მოინდომეს ყველაფერს კარგად აკეთებდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ეგრე ხდებოდა იმიტომ რომ ბუნებრივია იმდეს ორი სახელმწიფო მართავდა აი მსოფლიო გლობალურ პროცესებს ხო ამიტომ ეს ყველაფერი
და თვითონ ამერიკელებმა შეჩეული ჭირი არჩიეს ჩინეთთან ურთიერთობას მე დაგიწყდა. იმიტომ მიდეს რუსეთის ესეთი წამოწევა, იმიტომ ქმნიან ჩინეთს იმიტომ უქმნიან იმ პრობლემატიკას ენერგეტიკასთან დაკავშირებით რომ რუსეთზე ჩამოკიდონ გესმით. ეს ხო ყველაფერი რატო დაიწყეს აი აქ კონფლიქტი მასში. და ჩინეთი იყო ძირითადი მომხმარებელი აი ახლო აღმოსავლური ნავთობის ხო ესე იყო. და როგორც კი შეეზღუდა ეს ყველაფერი საუბარი ახლა მთავარი მიმწოდებელი ჩინეთისთვის რუსეთია. 20 მილიარდ კუბურ მეტ გაზს აწვდის ყოველ ისა რა ქვია წლიურად რუსეთი ჩინეთს და ამის გაზდაზეა საუბარი 50 მილიარდ. არა ის მეორე სილა სიბირი მეორე არა აშენებული. ჯერ არ არის აშენებული მეორე ესე იგი ამ შეთანხმდნენ ილაპარაკეს ამაზე. ილაპარაკეს მაგრამ ხელშეკრულების დონეზე არ არის. ხელშეკრულების დონეზე არ არის. ამიტომ არის ეს ნიუანსები, იმიტომ ისე არ ხდება რა მსოფლიო პოლიტიკაში რომ ბუნებრივია რაღაცებს ანგარიში არ გაუწიონ. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს უწევდნენ ანგარიშს და ისევე რუსები უწევენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ანგარიშს. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. და დღესაც ამერიკის შეერთებული შტატების მძლავრი ფირმები რუსეთში წარმოდგენილები არიან, მინდა გითხრათ და საკმაოდ კარგად ოპერირებენ. და მათ შორის იმ სეგმენტშიც და პატარა მაგალითს გეტყვით კიდევ ერთ ფრანგებთან დაკავშირებით და ნაკლებად იცის და პუტინმა მოაწერა ხელი განკარგულებას რათა როსატომს აუგრძალა გადამუშავებელი ატომური საწვავის იმაში გადამუშავება თავის ტერიტორიაზე უშუალოდ იმაში რა ქვია რუსეთის ტერიტორიაზე და როგორ ხდებოდა ის ნამუშევარი ატომური საწვავი მოდიოდა რუსეთში ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გადიოდა გადამუშავება შესაბამისად მოქსი ქვია იმას რა ქვია გადამუშავებულ საწვავს უბრუნდებოდა ისევ რა ქვია საფრანგეთს და ისინი ხმარობდნენ ამას ჩაულებად როგორც საწვავს ატომურ საწვავს იქ საიდანაც ღებულობდა იმ საწვავს იქიდან ვეღარ იღებს საფრანგეთი და ფაქტიურად 70% მისი ატომური ენერგეტიკის არის გაჩერების ზღვარზე დღესდღეობით ამ ერთი ხელშეკრულებით აი ეს თანამშრომლობა მათ შორისაც არსებობდა და ეს მიდიოდა სხვათა შორის აი ამ ომის პერიოდშიც რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ამაზე საუბარი არ მიდიოდა მაგრამ როცა უკვე მიაღწიეს იმ ზღვარს რომ უკვე უშუალოდ ერევა დასავლეთ სახელმწიფოები მის ინტერესებს ეხება ეს უკვე რუსეთის ინტერესებს მაშინ მიიღეს ეს გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც მიიღებს ეს ფაქტიურად ენერგეტიკულ შიმშილს გამოიწვევს საფრანგეთში იმიტომ რომ საფრანგეთი მთლიანად ატომური ენერგეტიკაზეა ჩამოკიდებული და ბატონო ჩვენ არ გვიხსენებია აქ ვილაპარაკეთ შუა დერეფანზე მაგრამ არ გვიხსენებია შავი ზღვა მე მესმის რომ აღარ დაგვრჩა მაგრამ არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ იმიტომ რომ შავი ზღვა ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი რუსეთისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ალბათ ევროკავშირისთვის რომელიც არ იმჩნევს საქართველოს და იმჩნევს სომხეთსა და აზერბაიჯანს და ამ დროს შავი ზღვის ქვეყანა არის საქართველოს რომ მას აქვს საზღვარი შავი ზღვაზე. აი ამ შავი ზღვის როგორც სტრატეგიული დანიშნულების ადგილის ბედი როგორც შეიძლება გადაწყდეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობისას. ხო, ეს არის ურთულესი შეკითხვა, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომაც მოხდა რომ ეს გარდაწყობილი იყო ამერიკელების ინტერესების მიხედვით, ამიტომაც მოხდა ყირიმის ოკუპაცია თავად. კი ბატონო. მაგრამ ამერიკელებმა ზუსტად ამიტომ ააშენეს რუმინეთში ყველაზე უფრო დიდი სამხედრო ბაზა, უფრო დიდი ვიდრე თქვა საბერძნეთშია მაგალითად და სხვაგან. და ასე შემდეგ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი. და ამისთვის გაგრძელდება ბრძოლა, მაგრამ როგორ არის ამ ბრძოლას აქვს თავისი ფორმები, ეს არ ნიშნავს აუცილებლად აქ იქნება ერთმანეთის დაბომბვა და ასე შემდეგ. გავლენებისთვის იქნება. ოდესასთან და ეხლა როგორ არის? აი შორს აგვიყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ბრძოლა მიდის გავლენებისთვის და ასე ვთქვათ იმ მოწინააღმდეგის გავლენის შეზღუდვისთვის. თუ რუსეთმა დაიწყო ესე იგი დამარცხების პროცესი კი არა, ვერ მიაღწია წარმატებას უკრაინასთან, მაშინ რუსეთს გარკვეული დათმობების წასვლა მოუწევს. მე არ გამოვრიცხავ, რომ უცებ ერთ ჩვენიერ დღეს შეიძლება დადგეს ყირიმის
ასე ვთქვათ, განსაკუთრებულობის სტატუსი. არა უკრაინის შემადგენლობაში, არამედ განსაკუთრებული სტატუსი. ვთქვათ, ისეთი როგორც არის ზოგიერთი ტერიტორიები, მაგალითად იგივე აფრიკაში, სხვა, როდესაც განსაკუთრებულ ტერიტორიას აკონტროლებს რაღაც აი გაზას სექტორში რაც ხდება, ახლა უცებ ვიეტნამელები და ქართველები რო შეხავთ. ესეთი მოსაზრება რო არსებობს. ეს სხვა საკითხია, ხო? აი რაღაც ამდაგვარი. იმიტომ რომ აქ ესე იგი დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებას ღიას რასაკვირველია მე არ ველი, მაგრამ სტატუსებზე ვაჭრობას ველი. სტატუსები დონბასთან დაკავშირების სხვა ტიპის ვაჭრობა იქნება. ეს არ არის საინტერესო, მაგრამ ყირიმთან დაკავშირების სხვა ტიპის ვაჭრობა შეიძლება შედგეს. ჯერჯერობით ამაზე ნაადრევია საუბარი, იმიტომ რომ დღეს რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ იზურებულია იმპორტზე გადავიდეს იმისი, რა ქვია, ნავთობის ირანიდან შემოიტანოს. ენერგომატარებლები ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა და ხოლმე გამითარდება მოვლენები, არ ვიცი, კარაგანოვის ნათქვამის არ იყოს გამოიყენებს თუ არა ბირთვულ ტაქტიკური იარაღს ვერ გეტყვით. ნუ მოკლედ ყველაფერი არის ისა გამოკიდებული. მე უფრო მგონია რომ არ მოხდება ასეთი გამწვავება, იმიტომ რომ სიტუაცია ანკორიჯის, სეულის სიტუაცია ლაგდება მსხვილ მოთამაშეებს შორის, აი რაღაცნაირად ერთმანეთს გავლენის სფეროებს ინაწილებენ. ოღონდ ერთი რამეა, მსხვილ მოთამაშეები ჩავთვალოთ რომ სამი მსხვილი მოთამაშეა. მსხვილის სამი მოთამაშედან უნდა იყოს რუსეთი, ჩინეთი. არის, ხო, რჩება ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეხლა რუსეთი რომლისთვის იქნება, ასე ვთქვათ, ორივე ცდილობს რომ რუსეთი გამოიყენოს მეორე მესამეს წინააღმდეგ. უпростоროდ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მიდგომა, ჩინეთს სჭირდება რუსეთი როგორც რესურსების წყარო და თავისი ესე იგი ტერიტორიული ესე ვთქვათ პრობლემის მომგვარებელი, იმიტომ რომ მოგესალმებათ 1857 წელს თუ არ ვცდები დადებული ხელშეკრულება რუსეთსა და ჩინეთს შორის, ჩინეთი ამ ხელშეკრულებას ჩინეთის დღევანდელი ხელისუფლება არ ცნობს. და ტერიტორიებთან დაკავშირებით. და ვარნაკოტე შავზღვაზე არის აფხაზეთის აკვატორიაც. რაც რა თქმა უნდა ის უფრო აშორებს ჩვენს ტერიტორიას. რუსული ბაზა, სამხედრო საზღვაო, ანუ მიდის უпростоროდ რეკონსტრუქცია ოჩამჩირის ბაზის, რომელიც იყო იქ ადრე, რო გაფართოება. უნდა ითქვას, იცით, და მაინც ძირითადი გამსაზღვრელი ახლა როგორც ასეთი, ხო, თურქეთია შავ ზღვაზე. უნდა ესე ვთქვათ რა. ვინც აკონტროლებს შესასვლელს, გასასვლელს და მის გარეშე ფაქტიურად არაფერი არ ხდება. ფაქტიურად და რისთვის უნდა ყირიმი უნდა იმისთვის რომ მარტო ერთი იმის რა ქვია აზოვის ზღვის იმედზად არ ყოფილიყო რუსეთი და პირველი ყირიმს შეუტია. მე არ მგონია რომ დათმობს ამ ტერიტორიებს. ყირიმს გულისხმობთ თუ აფხაზეთს? ყირიმს ნამდვილად არ დათმობს, რუსეთი აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს, მაგრამ შეიძლება იყოს გარკვეული სტატუსი, მამაში გეთანხმებით, ბატონო, რომ რაღაც ისეთი სტატუსი მიეცეს მას ეს რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ გარკვეული ინტერესები იყოს გათვალისწინებით. თურქეთი ბუნებრივია თავისას სიტყვის ისტორიულად ესეა. აღჩის არა და რა. ხო, რა თქმა უნდა, იქ როჩილდები თავისას სიტყვიან კიდევ ძველსაც გაიხსენებოდა 40 წელი იყო 39-40 და ასე, მაგრამ სანამ ეს გადანაწილების პროცესი არ დასრულდება, არ მოინიშნება უფრო სწორედ გარკვეული გავლენის, ეკონომიკური გავლენის სფეროები, მანამ ესეთი ცხელი კონფლიქტები მეტნაკლებად ზოგჯერ იქნება ცხელი ფაზა, ზოგჯერ ჩაქრება ეს ფაზა ირანთან მიმართებაში როგორც არის, ხო და ეს ჭირდებათ იმისათვის, რომ თვითონ ამერიკელებს ჭირდებათ ჩინეთზე ბერკეტისთვის და ამას შვენივრად იყენებენ. და შესაძლებელია მთავარი დარტყმის ობიექტი მთლად ირანი არ იყო ამ შემთხვევაში. ჩინეთი კი ბატონო, ერთად არის ეს კი ბატონო. იქაც ფიქრობენ ასეთ თემებთან დაკავშირებით, ამიტომ ბუნებრივია საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ჯარისკაცებსაც ღაზაში სამხედრო კონტინგენტი შეიძლება იყოს. საოცარი კაცი იყო დონბასზე, ხო რა? რა შობა იაპონია. აი დაახოვით მაგ რომ დამდგარ ხარო მოსხოვთა და ფეხს არ იცვლიო, მაგრამ რა შობა იაპონია.
დაახლოებით ასე არის ხა გეოპოლიტიკა კაცმა რომ თქვას და ასე რომ აქ ამაში არაფერი არ არის აი ამას დაემსგავსა თქვენც აღნიშნეთ რომ არა მარტო პოლიტიკოსების არამედ დიპლომატების კლასი და შეიძლება ერთი იმდენი მიწისქვეშარია კი ბატონო ზუსტად ფეთქებაც საშიშია კი სხვათა შორის აი თქვენ ძალიან ტექნოლოგიების ცოტა გავამსუბუქებ ძიმე თემებზე ვისაუბრეთ აი ტექნოლოგიების განვითარება ჩვენ და აბუბათ ფეხიო თვითონ აი ეს წილხვედრობის ლეგენდაც რო არსებობს ხო რა შვებოდნენ სხვები რაღაცა საქმიანობდნენ კარგ მიწებს იზომავდნენ და ქართველები კეიფობდნენ ესეთია ხო ლეგენდა და ასეთ ამის წყალობით შეხვდათ ღვთივკურთხეული მიწა ამდენად ის რომ ჩვენ გულახენები ვართ შეხვდა და ბევრია შეხვდა ის რომ ჩვენ გულახენები ვართ სხვათა შორის ეს არ არის ცუდი ეს არ არის ცუდი და პრინციპში როგორც კომენტარის გარეშე მეგდიახ და ამდენად შეიძლება მათ არაფერში არ გამოადგეთ ეს ტექნოლოგიები მაგრამ კომენტარის გარეშე რა ვქნათ ახლა კომენტარი არ გამიგეთები კი ბატონო ცოტა გავამსუბუქოთ და არ დავამძიმოთ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი მე თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ინტერაქტივის კითხვას გაერთიანება თუ არა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან ერთ-ერთმა მაყურებელმა თქვა რომ ეს რუსეთია მეც კი ვიცი რომ რუსეთია ბატონებო და ყველა მიცის მაგრამ ამ კუთხით რომ ვითომ ორი ოსეთი არის ეს დევს ამაში ასე უდგებიან ამ საკითხს ჩრდილოეთში და იმიტომ არის დასმული ასე შეკითხვა და იყო პასუხები დიახ მიჭის პასუხისგაცემა და არა ვარიანტები პასუხის და მე ძალიან მოხარული ვარ რომ დიახ არ გასცა არავინ 5%-ს გაუჭირდა პასუხისგაცემა ხოლო 95% დარწმუნებულია რომ არ შეიერთებს მეც ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ ვისურვოთ ძალიან დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს მე გიმშვიდობებით საქართველოს სიყვარულით და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ხოლო მანამდე კი ხვალ 12 საათზე თქვენ გელი ტრადიციული ეთერი მალხაზ გულაშვილისა გოგა ხაინდრავასთან ნახვა რეალური აქცენტები ნინო ხაჭი